იცის რამოდენიმე და არამხელე საკმეველი. აი როაკ. სამი ინგრედიენტი შედიოდა საკმეველში, რომელიც აუცილებელი იყო. ამის მარტო ის ნაძვის არა. ამზადებდნენ ამ სამ საკმეველს და ძველი ბერები ასე წყალი მაშინ თიხი დოქი რა თქმა უნდა წყალი იმაში ყრიდნენ ცოტას. ის მინდოდა წყალს. და სვამდნენ იმას, რომ ეს დამთავრდებოდა კიდე ახალ ჩანსხამდნენ, რომ ერთი წყალს კი არ ყოფილიყო, ბევრი. ამ ეფუთში წერია ძალიან ბევრი, რომელიც ცნობები წამოყვანს ჩვენ დაახლოებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-12 საუკუნესთან მიგვაახლოვებს. იქიდან აქეთ ყველაფერი. ძალიან ცდილობენ გურიანი ეს წიგნი როგორმე განადგურებით არ მოიყარო. ხელში ჩაიგდო, რადგან იქ სიმართლე წერია და რისი ეშინია, თუ გაინტერესებთ გურიებს. აღმოჩნდება, რომ ირმშო ერი ეგენი არ არის. აღმოჩნდება, რომ რჩეული ერი ეგენი არ არის. დამტკიცდება, უბრალოდ აღმოჩენილია, მაგრამ დამტკიცდება. და რატო? როდესაც ბაბილონის გოდოლს აგებდნენ ერთი ხალხი არ იღებდა მონაწილეობას ამ გოდოლის შენებაში. არა, მაგის ღმერთისთვის კარგი. და ის ხალხი სულ ამ ენაზე საუბრობდა, ყველა მიცოდა ეს ენა, ხო? ახლა რომ ლაზარენად ეძახდა, ანუ ხუთი. შევანდელი ხუთი. აბა და რო არ იღებდა მონაწილეობას ღმერთმა ვიცი ჩვენ აურია ყველას ენები და გათიშა ეს ხალხი, ხო? ეს არისო იქ, ეს ერი. რადგან არისო ენა არ არის. მაგრამ ამ ენის აღრევა და გოგოძრება იმის მერე ყოველთვის ცდილობენ. ეს არ ნიშნავს ახლა დედა რა კაი ხალხი ვარ, თურმე ქართველები და არ გეგონოთ ამ კონტექსტით რომ და ისინი ასე ცდილობენ. არა ბატონო, ის თავისად ცდილობს. ესალმა რებეკას მუცელში ისააკის შვილმა იაკობს მოყარა პირმშეობა. იაკობს, ხო? და საჭმელს მოგცემ. შეანო საჭმელი გეყოფა განაგან. რო შეჭამო მე არ მინდა, ისე მე გავყო პირველი ფერს, ხო, ტყუპი იყო და რანაირ ძრნო ყოფილიყო ტყუპები და პირველი მის გამოვიდოდა საშვედან ის იყო პირმშო. იმას პირმშოობა ინტერესებდა. ანუ რჩეული ერობა უნდოდა. მაგრამ არ გაცეცდები ყორანი რაც უნახე ხო ფიჟიტა არ გამოვიდა იმგენა ის რჩეული. მაგი ჯერ კიდევ სტალინს აქვს, რა თქვა, კაგანოვიჩი დაკითხა. თქვენ რჩეული რატო ხართ? როგორო კაცო, იქო ბიბლიაში ასე უწერია თურმეო. თურმე კი არა წაკითხული გაგოგა, მე არ გიმ მეც მაგ წაკითხული. რა ინგლისური ნასტავლიც მაქო. არა, სიცხვი რო წაკითხიო და რჩეული თუ იყავითო. რაში დაჭირდა ღმერთს რომ მისი ამორჩეული კაი ბიჭისთვის დაებარებია მთაზე მოსეო და ასე არ ქნაო არ იმუშო არ მეიპარო არ მაი არ იმამაზაღრო სხვის ჩორცავი დაანებე მიწაწყალსავი დაანებე ამათავი ისე დაანებე ერთი ღმერთი იცოდა მეორე არ გქნა და რაში დაჭირდა ამ თვისებების გასწორება ესე იგი ცუდები ხარ და ცუდი რჩეული როგორ არის იტყუებთ ამან ააგულიანა სპარტაშორის იმ პერიოდში, მაშინ სტალინის დრო არ იყო უკვე, მაგრამ ანუ ეს სწავლება იყო ქართულ ეკლესიაში. და ამბროსი ხელაიამ ქადაგება გაბედა 2000 იგლახებზე ამ მხრივ. და მესამე დღეს მოკლეს სამი ქადაგება მოასწრო. საწყარი. ხო, მინდა ამბროსი ხელაია პატრიარქი. ხო, შენ ხარ ჩემი ბატონი და ეს წიგნი მე დავით აღმოჩენებელმა რა თქმა უნდა მეფეს გადასცა, შემდეგ მეფეს, ანუ მის შვილს, რომელსაც დემნა ერქვა და საეკლესიო სახელი და აღიკვეცა და შენ ხარ ვენახი დაწერა ლექსი, ტექსტი, ჰიმნი, რა ქვია, დამიანე დაერქვა. იმან შემდეგს გადასცა, დავისწავლე. იმან შემდეგზე შემდეგი თავარ მეფე იყო. ბოლო. შემდეგი და ბოლო. ბოლო. ის გადასცემდა უცებად ან ლაშას, ან რომელიც იქნებოდა, მაგრამ არც ერთი არ იყო. ანუ ეპოქა მოვიდა ისეთი, და იმას სწავლება გქონდა, დიდი სწავლება თამარს, ხო? საოცარი სწავლება ჩადიოდა მას თავში და აი უყედა ეს წიგნი და ჩააყოლეს მას.
იმ წიგნებზე თორე ვოქროს კუბოები და ბოდიშკა და უნიტაზები და ვოქროს საერთოდ ის რაინტერესია. თქვენია ხო ეს? თქვენ გირეკავენ. არა უშა, იყო. მაშინ ლაშა გიორგი 16 წლის იყო და 16 წლის ბიჭს ხوار დაუტოვებდა იმ ხელად. 16 კი 16 იყო, როცა მისცეს. ბატონო, ჯონი, მოკლედ მეგობრებო, ჩვენ დღეს უნდა ავიდეთ წმინდა გიორგის ეკლესიაზე და ალე. ხო, შეხვედრაზე ვარ და რომ მოვჩები მერე დაგირეკა. ხო. წმინდა გიორგის ეკლესიაზე უნდა ავიდეთ დღეს. ყავს სტუმრიანობა, გვაქვს სტუმრიანობა ჩვენთან მეუფია მოსული და გამეხარება წმინდა გიორგის ეკლესიაზე რომ ნახავს, რას ვაკეთებთ, გვეტყვის, მოგცემს რჩევებს, დაგლოცავს და მეგობრებო, მე აუცილებლად მოვაწყობ ერთ დღეს ეკლესიაზე ასვლის ერთ დღეს და ყველას დაგპატიჟებთ. თუ მოხვალთ, თუ არ მოხვალთ, კარგად იყავით. ეხლა შევალ. მარი გაუმარჯოს, მარი. ეხლა შევალ ისე, გავაგრძელოთ საუბრები. ხო, ერიკო სამკურნა. ამას ვუყურებდნენ და აკეთებდნენ სასაქმეს. და ეხლა სულ შემადგენლობა. ახლა ხელოვნურია, ყველაფერი რო აი თეთრი აგერმა. ზოგზე ეს ონიქსია. თქვენთან შეკითხვა მაქვს. ის ხოთაშური, ხო. ონიქსი ქვარი ახლა. ქვაც არის, მარმარი რა, მარილი ხო და მე ქვაც გადაიქცა. ой, მართლა ის ქვები. ქვი გამზადებოდა, ეს ხო მინერალია ონიქსი. მინერალია მზადდებოდა. მაჩვენე და ჩემნაირი ყოფილიყო შენზე, სადაც წავა ყველგან ქვები მომაქვს. ესენი უნდა მიმეტანა ილიასთან. ის პერიოდში ტალღოვანი ისენი ვარ, ვაზები. ილია მეორესთან. რო არ შემიშოს და იმის მერე დავიწყე მისი გინემ. რაღაცები, ეს არის ონიქსი. ესე იგი ამ სამი ნივთიერების ეგ სამი ნივთიერები მზადდებოდა. პატიოსანი ქვებია. ვეღარ მოსახელება. მადლის ხო იცი? აი იმის კუპები არიან. საფატრიარქოში აღარ არამხელები და ის აღარ საღდება, მე საბერძნეთთან დაიხლა. ბიზნეს ჩავარდე. ხო, ხეშე ერთი კითხვა მაქვს. რა შეიძლება ძალიან. ასეთი რამე ითქვა და ძალიან გაბრაზებული ვიყავ. მე ხა აი სწავლები არ ვიცი, არ მაქვს სამხელად ცოდნა რომ ამაზე ვინმეს დასაბუთებით ვეკამათო და ძალიან გულში დამჭა ასე თქვეს რომ არის ლაზარე სამყინების მეხუთე ტომიო რომელშიც წერიაო რომ ებრაელებიო დათმულ მიწასო ეძებდნენო წამოვიდნენო და საქართველოს ტერიტორიაზე რომ მომდენ კაცშვილი არ იყო და ახლა დასახლდნენო და ჩვენ იმადგან ვართ. მაგაცინები. გითხრათ მაგ სტატიის და მაგ წერილის ავტორის გვარი? გაგულაში იოსებ. სურამელი ებრაელი რომელიც დღეს ისრაელში არის ქართველი ებრაელთა მთავარი რაბინი. ანუ მე ხო მიტროპოლიტი ვარ, ისიც ასე რაღაცა თანამდებობაზეა მოკლედ. არქიერეი რაბია. თავარ ის არაბია, ხო, თავ. და თან ამას ამბობს ქართველი და დარწმუნებით მე იქმა ქართველი წალი დაგენაცვალე გაგულაში. მიჭერეს კაცია. აქ რამდენი ებრაელი ქართველები არიან? უამრავი, მარტო რომ ვუთხარო ღვთისმშობელი ნომრებზე ეთყობათ ჯიუები რო არიან ჯიუ. აგიგებდა მას. რა ვქნათ არიან? ეგ უნდა აკეთოს მაგრამ მაგაში სიმართლე უნდა ისაუბრონ იმათ მას და ჩვენც რა. იმადგან. მაგი როგორი ესო ამასო არისო იოაკინე ებრაელი იყო. მე ვერ ამბობთ ებრაელი რომ ზუსტად თქვენ ვერ ამბობთ მაგის გამო. ჩვენთან მამა თუა ქართველი, შვილიც ქართველია. ჩვენთან არა, მასე. ანა იყო ისე რა საინტერესო, დედა ებრაელი იყო, მამა ის. მაგი როგორ საერთოდ ჯერ გაგეცილება. ებრაელი გამოდის თუ ადრე ქართველი? მამიდან იყო და მე დედი მოშენო. არა, საბოლოო. ხო, ისე კარგი კითხვა. მაგი რა გეცილება? საბოლოო ჯამში ორივე გამოდის. ორივე გამოდის, კი, ნინო. ორივე გამოდის. მამით ქართველი გამოდის, დედით ებრაელი. ანუ ორივე ზალა. არა, საერთოდ თუ დედა ქართველი ებრაელი ყავს და მამა ქართველი ორივე გამოდიხარ. მამით ქართველი გამოდიხარ სრულყოფილი და დედით ებრაელი. თუ დედა არ არის ებრაელი. ხო და მაგას ვამბობ რომ ებრაელისთვის მამა სულ ერთია და მამა თუ ქართველია, ქართველებისთვის დედა სულ ერთია. ისრაელის ერი ეგვიპტეში.
ეს ეგვიპტიდან წამოვიდა, ეგვიპტელი ებრაელებიდან. ანუ დაიწყეს ვერ არჩევდნენ. ძალიან ნამეტანი იოლი სუბუქი ყოფაქცევის ებრაელები ახლაც ასე არის. ქალი არის მეთაური, რასაც უნდა გააკეთებს. ღამე დღეს ლოგინისტები ყველასთან რაიკან არის ყახათ ეს რომ რაღაცა ოდიში უკაცრავად ვაბადეთ ყველა დამცავი მექანიზმებია ხო პერდიმობისაგან არის ყველა აჩენდა ამბილებს ამებრო რომ აღარ იყო კაცო ეს არის შენი ეს არის რა ვიცი ვა მოდი ისოქნათ ვის დედა რადგან არის ებრაელი ის იყო ებრაელი რომ დედა 9 ფერ ვატარო ამით ყველა რელი გაკეთებული იყო, ილანი გამოკეთებული იყო. ზუსტად იგივე წესი რუსებმა ებრაელებისგან აიღეს. ივანჩ პეტროვიჩ ეს პეტრისგან არის, მერხალ თვითიანია, რუსიდან ის სახელები ისგან გააკეთა. ხო, არა, ხუმრობა გამომდის, მაგრამ სწორი ეს ნამდვილი ისტორიული ფაქტია, რა, რუსი ვერ გაგიმშა საფასი. მაგრამ ლალი მე გაგცემ ქართლის ცხოვრებაში. ქართლის ცხოვრებაში აი მეუფემაც მინდა რომ მოისმინოს. მეუფე ესე იგი ქართლის ცხოვრებაში პირველი თავში პირველი გაიჩა. მეუფეო საინტერესოა ტიმოთესიან დაწოთა. ტიმოთე ხო დედით ეხლა ისინი სხვა ფიცი. პავლე მოწინდა. კაი ნუნერგიულობ ყველაფერი დაიჭირა. ქრისტიანად წინა დაიჭირა რა. ხო, დედით დებრელი ვერ დაიჭირა. და მამა ყავდა ბერძენი. მეუფეო რამდენ გავცე პასუხი ლაზარესთან დაკავშირებით, ხო? ლაზარე ებრაელი იყო. თუ რა თქვა ეს ლაზარე? არა, ანუ წამოვიდნენ ებრაელებიო დათქმული საძებნად თუ შემოვიდნენ საქართველოში, ქართველები არ არსებობდნენ საერთოდ. როგორ არ არსებობდნენ? ებრაელები იყვნენო და მე რომ გამრავდნენ ებრაელები საქართველოს ტერიტორიაზე, ქართველი დაერქვათო. ყველაზე ფინალი. ეხლა გითხრა, აქ რო ყორხები არის. ხო. ეგვიპტელები არის გაдай. აქ დახვდნენ ნეფილიმები. ის რა გვარი არის? ალაზნის პირველი კი არა, რა გვარია? ეს კაცი რომ არის, აი ეგვიპტელები ჯოხაძე ხო არა? ჯოხაძე. მურმან ჯოხაძე? მურმან ჯოხაძეა ერთი კიდე მაქსიმებზე საუბრობს. აი მაგენმა უფრო მაგენ უფრო რაშია საქმე? მე მაგარგან ვიცი რომ ყორხები თვითონ არიან კოლხური ტომის ერთ-ერთი განშტოება არის ხო, ეგვიპტელები არიან ძველი ყორხები. თავიანთი ფესვებიდანაც რომ დაიმა ასე დუდგენდა და იზახიანდა. რომელიც ცხოვრობდა საბერძნეთის ტერიტორიაზე, რა იყო, რატომ იყო თუ გახსოვთ? ძველი ტომი, რომელიც განადგურეს ბერძნებმა. დიდი იბერიის ნაწილი, პელაზგი. პელაზგები ხო ეს ცინცათია, ლაზგი. ლაზგა. სვანურად დღესაც ღვთისმოძღვას ნიშნავს. და საერთოდაც აქ რო შემოვიდნენ ჯავახეთიდან შემოვიდნენ აქ დახვდნენ ნეფილიმები ანუ გიგანტები და შეეშინდათ ამათ რომ შეგჭამენო ესენი და გაიქცნენ ევაგეს ჯოხაძე საუბრობს სხვათა შორის მურმან ჯოხაძე და გარდა მაგისა როგორც მითხრეს თუ არა ის ებრაელები აქ ვერ შემოვიდნენ მარტო ორი ძმა შემოვიდა აქ საქართველოს არის ბევრი ყალბი 2000 სწავლებიდან მიღებული მე დამაკისებელი საკუთი მაქვს. რატომ შეიქმნა მუსულმანური ჯული, ალაჰი. ერთი სიტყვა ალაჰი არის ებრაული სიტყვისაგან ელოჰიმ. კი ბატონო. ნიშნავს აბსოლუტურ ძალას. ებრაულადაც ელოჰიმ და არაბულადაც ალაჰი. ისევე როგორც ალექსანდრე ისკენდერია, დავითი დაუდია, თვითონ მუჰამედი მიქაელია. სახელი და იმ მუჰამედ ცოლი ყავდა ებრაელი და როდესაც წავიდა ის ეპილეფსიანი იყო და ეძებდა ეპილეფსიის სწავლას სხვა ერებში, წიგნებში და მაშინდელი წიგნები და აგერ თითქმის კომუნისტებმა კი არა რაკეთებს საუბრობენ თითქმის ეკლესიურები იყო ხო ძირითადად იქ ინახებოდა ყველაფერი აგანგურებდა და იმ წიგნებში აგერ რომ საქმეები დავიწყეთ ახლა ასე რაღაცა წერია იქ მითითებანი ხალხი ეკლესიურად მეთოდი კანა ხასიდები და ეს
რა ამოდი ყველას გებზე ვსავ. ეცემდა ეპილეფსიის წამს. და აი გითხრა მან ძენ ბუდიზმიც, ანუ ჩინური, ბუდიზმიც, ინდური, მაშინ რაც არსებობდა. ახლანდელ კონსტანტინოპოლში და მაშინ ხო, მაშინ რაღაც სხვა სახელი აღარ მახსოვს, თავიდან კონსტანტინემდე რა ქვია სტამბოლს, იქაც იყო ანუ მართლმადიდებლური სამყაროში იყო რომშიც, იტალიაშიც, მაშინ კათოლიკეები უკვე ერეოდნენ რა, ასე და ისე. მანდ დამტკიცებული რელიგიათ არ იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში. Sorma miyati tagadoaga chali chali berzimas entro monat titkuit natesavები ტოვებდა მართლათესები აბრაამიშვილი ვერენ ისეთი და აბრაამიშვილი ვერენზე ის უფროსი ძე ისმაილისაგან რომელიც აგარისაგან ყავდა აბრაამს რადგან სარაუშვილო იყო ჯერჯერობით ხევალი მისცა თავისი მონა მისცა რომ ჰადავშვილი გაუჩინო ამგელები ძეყავდეს და აქვე ისმაილი სადღაც 9,000 წლის რო იყო გაუჩნდა ისააკი მე ეს ისეთი მოროკიაო აგარმას ბიბლია თავის ნაწილი მე იმართო წერს თვითონ რავია ისეთი მოროკიაო მომიკლავს შვილსო და მოიპარა ღამ თავის შვილი ბუდასავით და გაიპარა წავიდა მსახურა აგარი როვერი არა ერთი დღე იარა მეორე დღეს აღარ იარა რაღაცა ჭამა ქონდა რაღაც წყალი ქონდა რაღაც არაფერი და აღნამდე ბავშვი შია გულია რაღაცა და მიაგდა და გაიქცა და რამდენიმე სიგბილის შემდეგ წავიდა მასად გული თვითონ და დაეცა და როგორ გათენდა ხმა გაიგონა და მოიხედა უკანო აგარო მოიხედა უკანო და ჭადაინახავ წადიახა და მოდებული შენიშვილი და მოიყვანე აქ დასახტიო და არ შეგეშინდეს რომ ხალხების მეთაურად ვაქცევ ისმაილს. და ეს რაც ხდება ახლა სოფლიოში ამის გამართლებისთვის დაწერილი თვითონ ასე იყო, მაგრამ ებრაელებმა შექმნეს ისლამის რჯული, რათა ქრისტიანების წინააღმდეგ მუდმივი იმპერიყოლოდა. თვითონ თვითონ არ ჩადა. თავის საქმე გაკეთება უნდა. რაც არსებობს, მიქამდეთ ქსერქსეთ, ხო? სადა ექსერტეროდი იყო სამას სპარტანელი. ჩემო ბატონო როებძოდა და ასე შემდეგ და ისე შემდეგ და ეს სამასი სპარტანელი იყო იმ ტომის ხალხი, რომელიც დღეს აღარ იარსებდეს, იმიტომ რომ ის ტომი გასაჟუჟი ტომი იყო. ის სამასი სპარტანელი გამავირე ლეონიდი იყო გამართმავალი და ასე გამართმავალი იყო სამასივე იქ. იმათ უყვარდათ ერთმანეთი ცოლ-ქმრულადაც. და დაიხოცეს თავი ამ სიყვარული გულით, უფრო მედგრად იმზოდება. ეს ეთყობა ჩვენმა საპატრიარქოს სინოდის წევრობა წაიკითხეს და მოეწონათ ეგ და ყველანი გახდნენ ეგ. არა, ყველანი ვერა, მაგრამ ყველა ვერა. 20 მაინც არ არის ცოტა მშვენი. ანუ სინოდი და 20 რამდენიანენ 40. ნუ კაი საპატრიარქოში 20. ოჰო. აი ნახევარზე მეტი 60% ხო, 14-დან 20. ამ 20-ის მადლი გადაისხა უკვე საქართველოსაც. აგი მუჰამედის ის ყოფილა მამათავალ. ხურანის იმაში უწერია ისებში რომ ბავშვის ბიჭ ბავშვებს უწენი დაინას. კი. რა ყოლიყავდა? კი ბატონო და ბიჭო, მაინც მაგაზე რატო წერენ წიგნებს? და მაგაზე რატო იწერება წიგნები? არ შეიძლება კარგ ადამიანებზე დაიწერა. მოსეს მამას კიდე თავისი მამიდა. მაგას ხელშია ყველაფერი და აი იმიტომ. ძალიან ცოტა ვუნახავ რომ ინცესტი არ ყოფილა. მოსეს მამას კი არა. გავხსნათ ეს. აბრაამი დაიყო, სარა. მაგ გელი და ყურანში სხვადასხვა გამიგრება, ნახევარი იყო, მეოთხე დაიყო, მის ყურანში წერია რომ გელი ცოტა მოყონა ცოტა დაგეჭირება. ხო. კი ბატონო, ყურანში ძალიან ბევრი რამე წერია. ხო და ესე გამჭიგრებს წერდნენ იმისთვის რომ ხალხი გაეყრნათ. ანუ გარყვნილება რომ გაეყრავდნენ. ებრაელებმა გადასალახი ეს არის ზუსტად. რა ქვია წიგს როგორი? ყურანი? ხო. ამას სწორად ვიტახა სახელი? ყურანი? ყურანი. როგორი წერება? ყურანი. ყორანი.
ყორანი კიდე იახვის ფრიმელია. აგაში კომენტაზია რა ყორანი 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 რა ყარაღრანარი მე რაბები ფრინველი ხომ მოგეცა აბა რაბი არის გერმანულად ყვავი ყორანი იქ ეთქვა თუ კი ახლა დააკვირდი თქვენ მონა მორჩილები თქვენ თავარი რო იყო ჩვენ წელთაღრიცხვამდე არაქრისტიანი მელქისედეკი რომელსაც წაგან მანქანაში რო დედაფერწუნებული დელატროს ეკურთხება გაუმარჯოს დავით როცა ხომთაშება ეკურთხა და ხვალ უკვე ერთ წუთში უნდა გახდეს ისთან დამთავრდა ჯვარს დაკიდებენ რომ დელიგა როცა მთავრდება ასე დაადოს თავზე ძველ თავარო ვინც აკურთხებს პატრიარქი გეორგი ძველ თავარო მეც მაგას უფლება ხო დუაგირის შენ ხარ მღვდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისასა ეს ქართული წესით ხო? ანუ ქართული წესი. ანუ მიტო იყო გალანდღული მირიანი დედის ზედა მარიამი ითვლებოდა. დედის ჯულზე იყო ქრისტეს. იმ ჯულს გადაგებდა ანუ მამული დედაზე გადმოსულდა დედისგან გამოვრცელებული დედამ გავრცელდა. დედა ეკლესია მიტოა და არა მამა ეკლესია. როდესაც ხალავთ ყოველი მეტრა მამისა რო ახსენე რა კი კომენტარში დაუწერე დამნაშავეა ამ საკითხი და დაიჯება არა მარტო ის ვინც ქმედებით უწყობს ხელს ამ სიბინძურეს ვინც არ ქმედებით იმათ ქმედებას აი ზუსტად აი ზუსტად არ ეწინააღმდეგება არ ეწინება არაპოტესტებს პარლამენტია თუ რატომ სიყვარული არის უფალი ხო? თუ სიყვარულია სიმღერის არის თუ ღმერთია სიყვარული ხო მარტო სიმღერა ალამაზი ხო? ეგ ის სიყვარული არის ღმერთია თავად ღმერთია სიყვარული არაფერია ჩემო ძმებო და დებო ჩვინიერ თავგანწირვისა თუ მისი გულით თავგანწირვა არ შეგიძლია რა იყო რა დამიდიხარ მიდიოდა ომში ძელა რომ მიდიოდა იკლავდა თავს ის სიყვარულის გამო იმ მიწაწყლისა ცოლშვილისა, შვილიშვილებისა, მომავლისა ჩემმა შვილმაო მერე კიდე გამოვადგეო ქართველ კარტა ვაზის ლერწ ამხელა ლერწ ამოჭრიდა და ადრე იმის რა ქვია ნაწილ კამრები რო ქონდა კამარში იკრავდა რო დამასაბლებდნენ თუ მოვუდი ჩემს საფლავზე ვაზი ამოვენახე და საქმე ეკნება რა საინტერესო ეგ არ ვიცოდი ჯევანდელ რეგბის მე რეგბისტი ვარ და ვიცი შესკოლა ჯევანდელ რეგბის ნაკრებს აი აქ დააკვირდი ვაზის ლექცია გამოქარული ყველა ისრაელის მე უკვე ეხლა წამოიჭრა ერთი კითხვა და რა კითხვა ის კითხვა ყველასაც უხებს საქართველოში უკვე 70000 ნათლული ყავს ილიას და ინცესტის საშიშროება არ წარმოიქმნა აქ? კი, ახლა მე გეტყვი თქვენ ამ 3-4 დღის წინ შემთხვევით მოусმინე არ ვიცი როდის იქალაგა ის თუ არის გვარი გადასაკეთებელი ხიმა ყურაშვილია ყურაშვილია დოროთი არ ვიცი არ მინაღავს გადაგება რო ნათლია ნათლია არავინ არ არის ია ნათლია ნათლია თქვენ როგორ წარმოგიდგენთ მით ნათლი გასწავ ხო ის ამაზე ყრუა და რა იცის ხო ასე წარმოგიდგენია მე იმას თუ წარმოგიდგენია იმ მოთეს ამიტომ ეს თონა მივიღო მე რა ქვია წყაროთ სიმძნისა მიხაცის წარმოგიდგენა ნათლი არავინ არ არის ნათლია ერთი ვინც ასრულებს ნათლობას ის მღვდელია რასაც ნათლია ჩვენ მირონის გამცემად მივიღებ კითხოს ამას ხო ამ კაცი რომ მოინათლა ვიღაცისგან ისგან მოინათლა ნათლია ანუ მიმრქმელია ის როგორც სიმონ მიმრქმელმა მიირქვა ქრისტე და თქვა ასგანტენ მონაშენი ისლემა ცხოვრება შეიძლება მიმრქმელი ქვია ეკლესიური ხო აბა მიმრქმელები მომძანდით ჩვენ ასე ვაჭირდა გიჩის ნათლიებამდე და მიმრქმელები
ჯავაბატონო ხო? ისაა ნათლია და მიტო პირველი. მერე ვინც ასრულებს ის დამხმარე მე სხვა ვინც იქნება. და მიმრქმელი ის ვალდებულებას იღებს ამით, რომ იმ ბავშვის თუ დიდის თუ რომელსაც მონათლავს მის სულიერ აღზრდაზე და ჩამოყალიბებაზე მშობელთან ერთად, მარტო არა, მშობელთან ერთად სრული პასუხისმგებელია. საშინელი განსაჯელი მოელის მას იმ ადამიანს, ვინც ამ პასუხისმგებლობას თავს აარიდებს. მონათლა იქეიფა, დაიაღვიძო, მერე დამეეწონა იმისი და დამთავრდა. მაგალითად ბერძნები არც ბერძნულში, არც ნებისმიერ სხვა მართლმადიდებლურ საეკლესიო დიპტიხში არსად არის ნათლია, ჩემი ნათლია, ჩემი ძმის ნათესა. ანუ რა გამოდის 70,000 ბავშვი ახალგაზრდა პოტენციური დასაოჯახებელი ერთმანეთს ვეღარ ერთმანეთზე ვეღარ დაქორწინდება? წესით რომ რა როგორ. წესით? ეს რომ მე ავიღე ჩემ თავზე. და აქვს მაგის უფლება? აქვს მაგის უფლება? მე ვაზრობ, როცა კურთხევად პატრიარქი ვარ და დასახაური ვარ. მეუფეც წერდა, რომ ესო პატრიარქზე არ ვრცელდებაო, ჩვენო შევცვალეთო და კანონი არ ვიცი. კაცო, ეს არის მსოფლიო 7 საეკლესიო კრების კანონი, ვინ გითხავს, რა წერდა. ჯერ პასუხისმგებლობა არის მართალია ეს არა. აბა ის ნათლობა, აი შეთვითონ. ისევე როგორც მეორედ მოსვლა შევაჩერეთოთ. არ შეიძლება უარისქო, რომ ვიცით, ხო, მეცნიერებია, რა არ შეიძლება. უცა ამას ისი გრძეგანებ რაც არის. თუ არ ხარ და ვერ გამოთხარ მზადყოფილ შენ სულში რომ ამ პასუხისმგებლობის თავზე ასაღება, შეგიძლია თქვა უარი. უარი, კი მაგის მოხდა. მე მაქვს უარი ნათქვამი, როცა ვიცოდი რომ ვერ და მიქროს 11 ბავშვი მომლაკი, მე-12-ს ვეღარ ვატარებ მოთხარი, ასე ეს უნდა გავაკეთო, ეს უნდა გავაკეთო, ეს უნდა გავაკეთო, ეს უნდა გავაკეთო მოთხარი. მე ამ პასუხისმგებლობაზე აუკრა ვერ ვიზამ. აქ არის ერთზე და ორზე ლაპარაკი რამდენი არის ვაკაცია ვიზა ფუთხარი და გაეხადა რომ შენ გაიხარო მითხრა ამას ფლიო ახლა ირაკი ჯაფარიძე არქიტექტორია ფლიო რომ მომეხმარე ბავშვი სწორად არ გაში რა უკვე რადგან ესწავლებენ და მონათლები ჩამო გააკეთე აი ზუსტად მაგ პასუხისმგებლობაზე. არმია უკვე ხო ეს პასუხისმგებლობებით არის. დიახ, და იცით რა მითხრეს მეუფეო, მე რომ მივაკითხე აღდგომა დღეს 4 წლის წინ ილია მეორის, ანუ ჩემი შვილის ნათლიას. რაო, შენ გაგიღებდაო მარტო კარი 70,000 რომ დგარიყო იქო? ერთი ვიდექი მეთქი და ერთს ვერ გამიღო კარი და ამ შემთხვევაში ნათლია როგორი გამოდის, რომ ვერ ზრუნავს თავის ერთ ნათლზეც კი და ამის მერე კიდე მოანათლინა 200 სხვა 200 კი არა მე მგონი რამდენიმე 1000 4 წლის ყოველ წელს ანათლინებდა 200 300 1500 ბავშვს მე 4000 4000 7 წლის 5000 რაღაცა იყო და ამას რატო შეუწყო ხელი ამას სინოდმა კაის რა შეუწყო სხვა რა გააკეთეს კაი ხო ნუ ეს რომ ინცესტი დააწესა ფაქტიურად მეთქი და არ შეიძლება და რომ მაგას მე კაი სახელი დავარდი გან ერთი თუმადე ხო ინცესტიო სისხლის მიერ აღრევაზეაო ლაპარაკიო და არა ნათლობაზეო და რა თქვია თუ კი ანუ იგივეა შენ თუ პირობას დავდი რა ეს მაინც არის ნათლობა აი სულიერია ეს უფრო ის არის აი ღმერთი შემოდე პირობა ღმერთმა მეითხოვა ეგ სადმე ღმერთმა დაწერა რომ ვინც მეინათლება შვილი თავი ახსნა თავი იყოსო მაგრამ ეხლა ნახე და კაცმა აი მე მწამ სხვა თქვა და იახვია იესოა თუ რა არა თუ მუსლიმი იყოს ალა ხო მე ვარ იმის კაც ხო მე ვაწესებ რომ აი ასე გავაკეთებ შენი სახელით თუ მომნათლავ всё ის დავარგვევ ამას მე ღირსი ვარ უკვე სოძვილი ვარ მე არა ვარ რა ისე დამნაშავება ასე გააკეთე ეს თვითონ ადამიანმა ეს მე ღმერთის იმაში რომ ღმერთს ეს დევალებიოს რომ მონათლავს წყლით მე შვიდი თავი ახლა თავი იყოს ასეთი რამეა ანუ ნათლია შობლის ტოლფასია ხო პასუხისმგებლობა თვითონ აწევს ხელს ამ ყველაფერზე გამიგე არავინ არა ვალდებული როცა აი ისიც გაიხსენეთ კიდე ნუ შეპირდებით და თუ შეპირდებით შეასრულებო ეს არ გეუნება შენ შეპირდი არ გეუნება გააკეთე
არჩევანი შენზეა. ხო, არ შეპირდე და. შენ ხო დებ პირობას და აწერ ხო ხელს ამას მე ვარ ნათლია. Ani ხო. ხო. როცა ვეღარასული. ნელთბილები არ. აი ამაზეა ლაპარაკი. ეხლა მეორე კითხვა გაჩნდა აგერ კინგელისე იქ წერს და მოგესალმა. სული ისო რა ქვია იოანე ყველას ნათლავდაოდა. ეგეც მართლა იოანე მე იესოს კი მონათლა, მას მონათლა თუ არა მაგით საკითხავენ, მაგრამ მონათლა, მაგრამ იესოზე გამოვიდა სულიწმინდით მოინათლა. Ioane რა თქვა? გადაინათლა. რომ ნათლავდა, მე მხოლოდ წყლით ნათლავ. ხო, თვითონაც. ხო. მოვა ჩემზე დიდი, რომელიც სულიწმინდით მოგნათლა. აი სულიწმინდით. ერთი არა, საჭირი წყალს ხმა. ხო. ანუ სიწმინდეში შემოყვა. ხო. წყალი ჩვენ კაპელებს როგორ ვერ განვიხილავთ რას ნიშნავს რა წყალი ზოგადად. კი ბატონო. ანუ მიწიანი მტვრიანი ერთი გარემოდა შთაფულა რატო იყო წყალში საჭირო დაბანაირო ტანი წყალში ანუ უფრო წმინდა უფრო სუფთა გარემოში გადასვლა. ჯერ კიდევ შესაქმეში პირველ დღეს ბნელი და ნაფტერი გაყო მეორე დღეს წყალი და მიწა ჩადა მიწა გაყო წყალი და მიწა არ გაუყია წყალი მიწაზე და ხო ჩადა მიწა გაყო აი სვანურში ჩვენ სას და მიწაზე გაუმარჯოს და მე როდესაც მეოთხე დღეს ეს ყოველი პრინციპის ინდა რა თქვა იგრატელია რომ ნავარდობდნენ და ფრენდნენ ახლა ჩვენი ენაზე შოვარდო ფრინველი თაში ზეთაში არა საში ვიდოდნენ ცხოველნი მიწაზე და ფუთებდნენ თევზნი წყალში ხოლო და ეს არ ყველას ცენტრალური ფადა რომელიც ყველას ეკჭება ხოლო წყალსა ზედა სული წმინდაი ვიდოდეს და ქრისტემდე ვერავინ ვერ გაიარა ვერცნე სული წმინდაი რა არის წყალი რა სიწმინდეა წყალი ამის შეგრძნება და გაგება და ალბათ გასტიკ ზეგანება გმართებს ყოველთვის. ეხლა სიდონი უნდა ჩავრთო. სიდონები, აი აქ რამდენიმე წევრი ვართ, ლაშა, ნინო, თეა და სხვათა შორის ლალიც, მათ შორის მეც. აქ უკვე განვიხილეთ ქართული ანბარის მიხედვით, ლაზარის მიხედვით და წყალმა მიგვიყვანა სხვათა შორის იქამდე რომ წყალი არის სულიწმინდა. ხო, და ამას ამტკიცებს ქართული ანბანი ლაზარეც. ლაზის არის არ ვიცით ის ანბანი ჩვენ. კი ბატონო, არ ვიცით. აქ სხვათა შორის ამას აენასაზე და ყოველსაერსაზე და მოეკითხებს, ხო? როცა მობრძანდება უფალი. ვის შეიძლება მისი შეხვედრა? ჩვენ. სიდონებს. ო, იმაგონა მე არა, მე თუ გამბარი არა, პირიქით. მე ჩემთან არ გამოურიცხავ, მაგრამ გამოურიცხავ აუცილებლად თუ ვერ მოასწარი და ვერ მოახერხე ჩემი სულიერი აი შინაგანი ვნებების დაუკება და უფრო მეტად შესწავლა. იმისი რაც აქამდე ვისწავლე. შესწავლა, დიახ, აი ჩვენ ახლა განვიხილავთ მაგას. ლაზარე ენა არ ვიცით. არ ვიცით და ვსწავლობთ. ლაშა ხო ვსწავლობთ ლაზარეს? საოცრებები. ენა ხარაშენა, ვეთო მე ვსწავლობთ. მეტი მამიკიდოთალ ვაკით, რამდენიმე სასწავლისი. ნინო, სხვათა შორის. დანაშაული პირველი, რომელიც დაიწყო ქართულ სივრცეში. სხვათა შორის. რუსეთიდან არ შესწავლა სკოლაში მეგრული და სვანური ენის, თუ ბევრი რამ არის. ყველაზე დიდი დანაშაული. ხო. სიძნელები გაბნეული არის ძალიან ბევრი. ხო, კი. კი. აი მე უფრო წარმოიდგინეთ გიშ გუდაცა გიშ ამბობს სვანი ჩემი ცადამიწა. სხვათა შორის ეხა უნდა მოგიყვეთ ერთი ამბავი. ჩვენ რომ 23 მარტს განვაცხადეთ, გასული წლის 23 მარტს განვაცხადეთ, რომ ჯვარზე უნდა შეხვედრილიყავით იმისათვის, რომ არ ვიცი რატომ, ესე მქონდა მოწოდება შინაგანი ხმის, იქ გავიცანი ნინო, სხვათა შორის ძალიან დამიცვა უშიშროებასთან, ნინო გადამიდგა წინ უშიშროებასთან და არ გაატანა ჩემი თავი უშიშროებას. ძალიან ძლიერი ქალბატონია. გარდა ნინოსი, აგერ ქალბატონი მიზა თია
რომელთან უკვე ყველა იცნობს, იმიტომ რომ სულ ერთად ვართ ჩვენ სადაც მოვხვდებით და სადაც დავდივართ ძირითადად. ან თაძე. და ჯვარზე ვინც გავიცანი, სხვათა შორის მეუფეო, ყველა მომყვება. ანუ მე კი არ მომყვება, ერთად მოვყვებით ერთმანეთს რა. ანუ დღეს კიდევ ისაც ვაღლდებით ისინიც მოვლენ, იქ გავიცანი ისინიც. ყველანი თითქოს ერთ ბირთვად გადავიქცით. და სხვათა შორის მე და თიამ 3 დღე ვიდექი იქ ჯვარზე. 2 დღე ნინო იყო და თიამ 1 დღე მოახერხა, იმიტომ რომ თია ძირითადად მუშაობს და იმ დღეს ჩვენ იქ გავწმინდეთ ჯვრის მონასტერი ჩხიბაობისგან და ხო, წითელი ვარდი რომ გავათავისუფლეთ. იქ კი. 2 კვირა ცუდად იყავ, იმიტომ რომ იმ ხოლა ჯადო მოვხსენით, რომ რავი. მე და თიამ ის მონასტერი გავწმინდეთ ჯადოებისგან. ყველა კუთხე კუნჭულში იყო შელაგებული წერილი ჯადო რაღაცა ჯანდაბა. იმის მერე ვარდი გაიხსნა აგერ ნინოს დამსახურებით. ლალიც იყო სხვათა შორის დღეს არ არის აქ და ლალიც მოგეხმარა ამ საკითხში, იქ იდგა მესამე დღეს. კიდე სხვაებიც იყვნენ. ვინც აი ეს 3 დღის განმავლობაში გვამზადებდა ღმერთი იმისათვის, რომ ვარდი გაგვეთავისუფლება. ეხლა მოგიყვეთ რა ხდება ვარდის გათავისუფლების დროს. თქვენ ისე ჯვრის მონასტერი გეცოდინებათ ნამდვილად მარჯვენა ფრთაში გადაკეტილი იყო წინა სადაც გუმბათი არის წინა ფრთა გუმბათიში შესასვლელი და აქ იყო დატყვევებული ვარდი ცვილში ამოვლებული ცოცხალი ვარდი და კოლბა ქონდა თავზე. როგორც იმ მულტფილმში არის ურჩხული და მზეთ უნახავში, რომ მზეს ვარდს რო შეეხება ის გოგო და მე დრო რო ჩქარდება და მზეთ ურჩხული რო უნდა გადაიქცეს მზეთ უნახავად და იმათ რა ქვია პრინცად უფლისწულად. მოკლედ ერთი სიტყვით ეს კოლბა რო ავხსენით, აგერ ნინომ გახსნა ის წითელი ლენტა, აქო მე უნდა შევიდეო და შევედით. მოვკიდეთ ამ ვარდს ხელი, იყო თუ არა ეს ხელოვნური თუ ნამდვილი, მართლაც ნამდვილი აღმოჩნდა, იმიტომ რომ ფოთოლი ავიღე და ნამდვილი იყო. ამასობაში ის კარგავდა თავის ფოთლებს ვარდი და საბოლოო ჯამში შემოგვივარდა მე ვიღაცა მღვდელი აქ შემოსვლა არ შეიძლება, რატო კიდევთ ხელს? და გამოყვარა იქიდან. პრინციპში ვერ გამოყვარა, იმიტომ რომ შევეწინააღმდეგეთ, რა უფლებით არის გადაკეტილი. არა, უკვე ის შესრულებული იყო, ღმერთმა შეგვასრულებინა ის საკითხი, რომ ხელი მოვკიდეთ. ვითარცა აი იმ ზღაპარში რო არის რა ეს ზღაპრებს სულიწმინდა წერს საერთოდ რა და ზღაპრებში ტოვებს სულიწმინდა თავის მესიჯებს რა უნდა მოხდეს რა ფოთოლი მოვაძრეთ შევეხეთ ოღონდ მე ამას ვერ გავაკეთებდი ნინო რო არ ყოფილიყო რა აი ნინო მივიდა აიღო ახადა ხელი და კოლბა და მე შევახე ხელი ორივე ერთად მონაწილეობდით გარდა ამისა ის იყო მესამე დღე თქო მანამდე ჩვენ ვემზადებოდით იქ ხალხი მოდიოდა მიდიოდა და მიცნობდა ხო და მოკლედ იქ ჩვენ ამბები გაგვაკეთებინა ჯერ ხო მე მარტო მაყვირა იქ სულიწმინდამ მე რატო მაყვირა ეხლა რომ რატო არის ვაჭრობა ამ ეკლესიაში ხო დამესია იქ მთელი ის მღვდელი იოანეს ხალხი კიდევ კარგი რომ მღვდელმა იოანემ უთხრა რომ გაანებეთო თავი არ შეეხოთო ჩემზე თორე იქ იცი რას ვიზავ და 50 კაცი მეხვია ხალი კი არა და ქაჯებივე შენ გოგო აქ გადამიწყეს მოკლედ ერთი სიტყვით კაჩავი დამიწყეს კაცებმა და მე ვთქვი ბიჭო ქრისტეს სიტყვებს გალაპარაკებით მეც არაფერს არ გადმომიყრია დახლები ქრისტეს მსგავსად მაგრამ შენ ქრისტე ხარ მეუბნებიან მე ქრისტე არ ვარ მაგრამ მის სიტყვებს გალაპარაკებით არ შეიძლება ეკლესიაში ვაჭრობა ნუ აკეთებთ ესეთ რაღაცას მე სხვათა შორის ილია აქ არ არის და ილიამაც მივიდა და უთხრა რომ ნუ აკეთებთ თორე დაგემხობათ თავზე ყველაფერიო მოусმინეთო რასაც აკეთებსო ქრისტეს სიტყვებს საუბრობსო ქრისტეს სიტყვებს ვინც საუბრობს ვერ ეხებიან მაგრამ უშიშროება რომ გამოვედი დამაყენეს თავზე რომ შენ აქ აღარ უნდა შეუშალო ხელიო თორე მე ვნახავთ რასაც გიზავთო და მე ვთქვი რას მიზავთ დამიჭერთ ჩემი სიტყვის გამოთქმის უფლება მე ვთქვი არა მაქვს ჩემი აზრი დავაფიქსირე კი გაქვთ ამის უფლება მაგრამ ხელი არ უნდა შეუშალო წირვაშიო მოკლედ ერთი სიტყვით იმ დღეს გამომიშვეს და მეორე დღეს უკვე ნინო გადამიდგა მეორე დღესაც დაგვაყენეს უშიშროება თავზე რომ ნინო გადამიდგა ჩამოდითო მანქანიდანო მე მეუბნებიან აი ამ საცხოვრებელ მანქანიდან ჩამოდითო
უნდა გელაპარაკოთ. მე თქვი გისმენთ, აქ გელაპარაკებით, ამოდით, მე თქვი, არა ჩამოდითო. კი, თუ არ წახვალთ ნახევარ საათშიო, მეუღლეს გაგიდეპორტებდო. მოკლედ ერთი სიტყვით ნინო უთხრა რომ ეხა აქედან წადითო, არ ვიცი დაუჯერეს რაღაცნაირად ნინოს. ხო და წამოვედით ნახევარ საათში. ეხა მე იმისთვის არ ვიყავ იქ რომ თეატრი და სპექტაკლები დამედგა. მე თქვი ჩემი სათქმელი და იმის მერე იქ მე და თია ავედით მარტო იმის მერე. ჯვარზე აღარ ავსულართ. თუმცა ჯვარზე იმ დღიდან მოყოლებული ისეთი რაღაცები დატრიალდა საქართველოში. აგერ ლევანი 2 კვირა ცუდად იყო. მე ჩვენს დაგვეტაკა მე და თიასაც. და ცუდად გავხდით და სხვათა შორის მაგის მე ძალიან დიდი ცვლილებები დაიწყო ლალი. ძალიან დიდი. უკეთესობით ეკლესიის წმენდაც დაიწყო. მე სხვათა შორის რა თქოს ნარიმანთან რა თქოს არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნარიმანთან პეტრიაშვილებზე არის ეს ამბავი. რომელი არის? ეს პეტრიაშვილი გონია დის პეტრიაშვილი, ხო? ალეკო პეტრიაშვილი. ამას დაეს. ალეკო პეტრიაშვილი იდგა ნარიმანის კარზე, როცა არ შეუშვეს ექიმი. და ყვიროდა ბევრს და იმათ პეტრიაშვილი ხო გააჟღერეს გვარად და ეხლა ხალხს გონია ეს გონია ის რომ არ უშვებდა გესმის ხალხი ხო ბრმა საერთოდ და არ ეძიებს გაიგებს მოკრავს ყურს და მე რომ ცოტა ტიგნი იმასაც აქვს რაღაცა გამოცემული არა იმას საერთოდ არაფერი არ აქვს გამოცემული რაღაცა მიიღო მონაწილეობა რომ თუნდაც დაუტერება რაღაცა არა ეგ რაჭველი ბიჭი არის დადის რაჭიდან საცოდავი ბიჭია რომელიც ეგ პეტრიაშვილი ის მცხოველია მეტი არაფერი არანაირი განათლება არ აქვს ზოგადად ერთი პატიოსანის მართლა ფანატიკოსი იყო ნარიმანის ფანატი მართლა ღმერთად რა მოხდა ეხლა იცით ეგ ჯოგლიძესა და იმას შორის რომ იმდინარეობს ჩხუბი ეგ პეტრიაშვილი კი არ არის ეგ მეორე არის ვინც წიგნი დაწერა თქვენ ალბათ იმას გულისხმობთ ო ის ჯინორია ჯინორიამ დაწერა წიგნი გამოსცა კი და მან წავიდა მაგათ შორის ჩხუბი ეს პეტრიაშვილი ალეკო ხო არავინ ისეთი საშიში არ არის ვისაც შეიძლება ხელი დაადოს კაცს მე ჩემ დაწედიას არა აი იმაგრამით ისიც Facebook ყურე ისე მე სახედარც ერთი არის ხო სხვათა შორის მე უფეო ხა ერთი კითხვა მაგ კიდე აი კინგელის ეგ წერს რომ წვერის მოპარსვა ხო არისო ჯულის დარღვევაო და რატო არისო ეხა მეკითხება რატო აქვსო წვერი მოპარსული მე უფესო მეკითხა მოპარსული ამას აი წვერს რატო არ უშვებსო ერთი მოპარსული და შეკრეტკით შორის ხოობა კი ბატონო ხო და მე წამალს მისმევ ეხლა და დიდი თმით ვერ არ შედის შიგნით მაზია ხო კანი მაგ დაავადებული და მოვიჩინო გასაგები ანუ ჯანმრთელობის მეტი ვერაფერი ვერ დაინახო იქ არა გულებსაც გვიწერს მაგრამ ის მაგას ხო იცი ეგ აქვს კინგელის ეს ხდება რომ მაინც და მაინც მედებები ანუ ღმერთის წმენა და კაი ადამიანი რატომღაც იმ რაღაცა გარეგნულ ფორმატში რატომ არა ნამდვილად ძელი იქნება მოკლედ ბოდიშს ვიხდი თქვენ მამა ნიკოლოზ რატოა სიკვდილის შემდეგ 5 სანტიმეტრი გაეზარდა ერთ ღამეში თმა და დაიწყეს ერთი ამბავი თმა აგდიდიო რატო აქვს მე მოკლე მაგ და რატომ აქ მოკლე და ჭრელობები და გაუფრინდეთ თუ ოფინდეთ ესეთ გარეგნულ რაღაცებს ხო ადამიანის და ხო შინაგანი არა გარეგნულ ვერც მოპარსვა მოგიარა გამოხდე მაგას მაგი რომელია საქმე მან შენ მან წარმოგაჩენა კი ბატონო ნოტერმა და მაგია ყარაბას ბარაბასი კოჭები ჩაფუთხუნებულ მატველი კი ბატონო აი იცით რა არის ეკლესიაში რო დგანან დაუშვათ მე არ დავდივარ ხშირად და ბოლო პერიოდში თითქმის აღარც დავდივარ ხო არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდია მაგრივ არ ვამბობ მაგრამ აი სულ 24 საათი რო დგანან გამოვლენ და რაღაც საშინელებებს ჩადიან იმას მირჩევნეს სულ არ ვერ საქმით ვაკეთო მე ერთხელ ერთმა მითხრა 7 გზის ერთის ცხება იყო და
მოვიდა ჩემთან, ვიყავი იქაო და ის მინდაო, მირონიო, რაც წამისვესო, ის წაგისვაო, ზეთიო უბრალოდ და შენაო და მოთხრა მე ცუდი გოგო ვარ, ვერ დავდივარ ეკლესიაზე და შენაო, ისედაც საქმით აკეთებ ამასო და იმიტომ მომინდაო, რომ ეზეთ შენთვის გადმომენა. მე 24 საათი იქ ვდგავარო და მაინც უჩავდივარო და რა აზრი აქვს? თვითონვე თქვა ამ ადამიანმა რა ესე რომ იქ დგომა და იქ ამ ასე ვთქვათ, ლოცვების მოსმენასო დიდი დანიშნულება არა აქვს, ორი საქმით აკეთებ. ჩვენი ყველა დანაშაულიც ეგ არის სწორედ რომ იქ რომ ვიღაცა ცუდ ჩადის ეს კეთილი და კარგი გამოდის იქიდან. არა. არ უნდა ხო შენმა საქმე ის უნდა იზრუნოს დაკროს სიტყვით. ეხლა ხატებას გმობსო ესე მომწერა. ხატებას გმობსო ამით წვერის გამო. ალბათ ხო? ჯანმრთელობის ხრივ აკეთებ მაგას. ჯანმრთელობის ხო, ჯანმრთელობის ხრი არის ეს. კინგ, შენ ძალიან გაქვს ეგ. ეს კონდათ იერუსალიმში წვერი მოშებული, მაგრამ თავზე დაამხო ეგ იერუსალიმისგან. ხო. აი აი რანაირად გახდა არა, პრიორიტეტი კინგს რა აქვს, იცი ხილვაში ქონდა, რომ ესე უთხრეს, ვინც წვეს იჭრისო. მაგას ქონდა მისი ხილვა ზოგადად მოცხოდათ ადგენილებებში არის ესეთი კანონი კლიმატი რომ არის იქში რომ წვერი არ უნდა მოიჭრა კი არა, საერთოდ უნდა შეეხო წვერის კიდეებს. ხო. აი რატო? ანუ რამის გაიზრდება წლების გამო სულ უნდა იზარდოს. ანუ იმდენ ხელა არ იზრდება, გცვივა მე თვა ახალი ამოდის და სხვათა შორის ეხლა დავითმაც მოგვიკითხა. დავით მომიკითხე ყველაო პატივს გსემთ ყველასო. დავით აზნაურაშვილი ხო იცით? ხშირად არის ხო? როგორ ავიღოთ ვიცოდა ინტერვიუს გვაქვს ერთად ჩაწერილი. ხო და დავით შემდგომში შენც დაგპატიჟებ შემოგვიერთდი. სპონტანურად ვიკრიბებით ხოლმე ჩვენ. საფრის გაყიდვა შეიძლება ტაძრის შიგნით, ტაძარში. არ შეიძლება, ეგ უფრო. აი იმას ემილენემსაც იმას თქვა იმა. სადმე წერია რომ არ შეიძლება საფრის გაყიდვა ტაძარში. სანთელი არ იყო ის შესაწირი იყო მტრედებს რო ყიდიდნენ და თხებს და წვებს. შესაწირი იყო ეგეთ. ძალიან არის საუბარი აი აქტით ვაჭრობა რაიმე ნებისმიერით ტაძარში ქრისტე მაგდალა. რა თქმა გარედანგი ჯიყური დადასრულა არა ჯურის კანონის მოსწავლე ვიკითხავ ხო ეს? რა ხალხი არო ცხელი გვარი გრა ბიჭო ქრისტე ამბობს აყირავებს ქრისტეს მინუსმებს თუ ძმახარ მე მაინტერესებს თვითონ რა კანონი ჯულის კანონში ხო ჯულის კანონში უწერია თუ არ უწერიათ იქ არ შეიტანდნენ ყოველ შემთხვევაში რო არ ეწეროთ ანუ ტაძარში საფრის გაყიდვა არ შეიძლება არ შეიძლება ვინ გითხრა რომ შეიძლება ვინმე გითხრა ეგ ვაჭრობა არ შეიძლება და რა მშვიდობა სანთელი იქნება თუ რა იქნება სამი დღე დიალოგი ქონდა მაგაზე და ბოლოს დასკვნა გააკეთეს რომ ლევანი ეკლესიას კი არ უძვის ლევანი აიბრძვის ეკლესიაში ვაჭრო სულს ეხლა გაიგეს თურმე რას ვემცეთ ჩვენ მან საუბარი არის ვაჭრობაზე მეორე მაგალითად საბერძნეთში ვერ ნახავთ რომ სანთელს ედოს თავი ფასი. როდესაც ატყვია სანთლები ტაძარში არის ხუთი, სადაც ესენი ატყვიეს გვალი რაღაცები ეგ არის. დიდი, პატარა, მსუქანი, თხელი, რომელი გინდა, რაერი გინდა. ნეჩომადონო და იმას აქ ყულაბას ჭრილი. აი ამ დილყუთ, აი ამ მაგის ხელახუთ. და იქ ჩააგდებ 10 პენსი როკონდეს არ უნდა მეტი, არა საჭირო. ეიღე 10 ქსამლებია, თუ ყველა და ჩააგდე 10 ცენტი. არ მაქვს მეტი. რა თქმა უნდა მაგას არ ეუბნება ქრისტე მოციქულებს რომ ამ ქალზე ამა ყველაზე მეტი შეწირაო თავის იმას წირს რომ შეწირავს ხო რომ შედიან და ყველაზე მეტი ამან შეწირაო იმათმა გროშები რო ჩაშემთო რომ არ ახარ ჩაცმული ნუ შარვალი გაცვია თუ ეკლესიურად როგორც ითვლება და გაგევლია ტაძარზე გულით გინდა რომ შეხვიდე და ვერ შედიხარ იმის გამო რომ არ გაქიჩე შესაბამისი ჩაცმულობა. რატომ არის რომ რომც გაბედო და შეხვიდე დაგამხობენ თავზე ყველაფერს რას ქვია და რა ვიცი მე მგონი რომ არ არის დიდი ახლა მოგახსენებთ. ადამიანი ზოგადად წერია რომ რომელმანცა შეიმოსოს ჯურის კანონის წერია ეს შარავარი როგორც ვერაც ერქვა შარვალი, ანუ მამაკაცისა შესამოსელი უზიარებელი იყოს რაღაც პერიოდი, უზიარებლობით ჯის მეშვიდე კრების ჯურის კანონი. ხოლო რომელმანცა შეიმოსოს დედაკაცისა სამოსელი. ისიც უზიარებლობით იჯდება. ანუ გასაგდები კი არა.
უზიარებლობით დასაჭირებელი. ზიარება ესე იგი შენ სიტმინდეს შეეში მასე რო ხარ გამოწყობილი. იქ არა ხარ მაგით მოსული და ნუ ჩაეჭრები და მე მაგალითად სულ მქონდა მაგალითად სადაც რომელ ტაძარში დავყოფილი ვარ ცხოველი გნოზე ვიღაცა შემოდის მოკლე კაბათი ახლა და გაახსენდა ცოდვა კაი მაგრამ შეხედა რა ხდება მიდიოდა გზაში დაინახა ტაძარი და უი მოაგონდა ანგელოზმა გაუღვიძა გონება რომ შედი და შემოშლი არ შემოხვიდე ხო, აი როგორ შეიძლება. იმას იმ თავის მანგელოზა შეხედე ამ სიტყვის შედის ამდელი ანთე ანუ იქ დაწეკი და იყავი და მონაზვნად აღიკვეცე და რომ აქ არ თქმულა მას უფლება აქვს შემოვიდეს და მეუბნე გულებს გეუბნები მომისწრები ხარი და დეკოლტიროვაცია რასაც გიყო შენ მოხდეს ლახა და ჩაჩერები ხარი კი ბატონო. და აუ გაიხადე რა ვეშიემჩნი რა თქმა უნდა მე ვფიქრე დავინახე აი მაგალითად აი რა კარგი რაღაცით. აი ზუსტად მაგას ვეძახი. როგორ ვერ შემჩნევია შემჩნევია მაგრამ რა ამას ხაზი გაუსვა ხო ხაზი გაუსვა და ხიდი ჩავს და რა ეგ არის ეგ ვთქვი მეც ზუსტად 64-ში დაიწყებს შენთან ბოდიში მეც შაგერიეთ დაიწყებს უკვე ტაძარში სიარული ერთხელ შემოწვით ორჯერ მეორედან გამოიარა უიმე მესამე და შენ შეამჩნია ისე ჩუმად მაინც მიდი და მიაწოდე თავსაფარი უკაცა ზანდი აი ეს მე უფრო როდესაც მე ასწავლე როგორი შემოსვლა უნდა ტაძარში და სპეციალურად წამოვა ტაძარში აი სხვათა შორის მე უფრო ამ თავსაბურავის საკითხის უმაწუხებდა და მე პროტესტი მიჩნდება, როდესაც შევდივარ ტაძარში, თავსაბური მაწუხებს. არა, აი პირდაპირ რაც ზეციდან მოდის ის ინფორმაციები, ეს ბლოკავს. ამიტომ მე თავსაბურავს არ ვატარებ. და საერთოდ ვამბობ ესეთ რამეს რა, რომ არ ევალება ქალს თავსაბურავი. თავსაბურავი რა არის, იცით, აი ჩემი აზრით. თავსაბურავი თვითონ თმაც არის და კიდევ არის ის, რომ აზრები, რომელიც შენ გაწუხებს მაგალითად, თუნდაც ის შიშვეფეხებს შეხედო, ან მამაკაც სუდის თვალის შეხედო, ან სხვა ინტერესით შეხვიდია ეკლესიაში. ეს უნდა იყოს თავსაბურავი, რომ ეს ფიქრები აღარ გქონდეს და არა ის თავსაბურავი რომ დაიდო თავზე, მე ესე ვფიქრობ. თქვენ რა სიტყვით? მაგასთან არ არის კავშირში გეტყვით ახლა თავსაბურავი ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ეკლესიიდან შემოვიდა. ეპარა ქალს, მასე არაბეთში ყველას ის აქვს, ხო, მუსულმანებს. რა ქვია, ჩადრი. ეს თურმე რის ყოფილი არ მაინტერესებს. მე არაბეთი მამის და საფრანგეთი. კი, ჰაერი რო არ შეისწავლის და მოხდა დარეწოდება. იმიტომ რომ ცხვირი და შესუნთქული. ანუ ფიტების მუშაობის შედეგად მიღებული ჰაერის 60% ტვინს ხარდება. ტვინის სტორმუშაობას. ანაჩეს ყველა კანის უჯრედი ისუნთქავს. ჟანგოთი. და უნდათ რომ არ იმუშაოს. ანუ დაჩლობებული. ხო ქალების დაჩრონდება. სპეციალურად რომ მან ნაკლებად იაზრო. ვითარება მიიღოს ამით. ამისთვის ჭირდებათ ეს ძველი დროიდან მოდის. არაბმა თვითონ მუსულმანმა არაბმა საფრანგეთში ექიმა. რა ასიაო, თქვენ ნახავთ, პირველ ხალხს და გერჩთან ასიაო და მივაგენი მე ვახსოვ რა. ყველა მარტომი არა. ანუ ქალების მონოტონური ერთი მეორე შეხედე და ის მიდის რა. ზიარების დროს იარე ტაძარში ვინა გადაიხოთ, თავი რადგან ეს კი შეიძლება, მაგრამ როდესაც მოდიხარ ზიარებაზე ქრისტეს სისხლი და ხორცთან, ანუ ის ქრისტეს სისხლი და ხორცი, მართლა სისხლი და ხორცი კი არა, იგივე გამოწვეთილი. ეს არის ქართული წესი ღვინისა და პურისაგან შემდგარი შეჭამანდი ქვია ახლა, მე იმერეთში მიჭამია ბოღლიცო ქვია მაგას. ევია შავყურ ჩაულებული ლავაშყურ გამომცხარა მაშინ რა ვიტონელი გამომცხარა ყური და ვიტეხავდა ასე ყველა მე ბევრი დაჭამი ჩემტოლებსაც და უფრო დიდებსაც და უფრო პატარებსაც და ასხამდა შავვინოს რო ეძახი წითელვინოს ჩეოპატონო და შაქარს წამიყრიდა ზეთრო ბოშისტის ის კაი საღამოს ეს ვაშა გაძინებს შვიდად შესანიშნავად სიმშვიდე მასაძინებდა განაკეთდა სიმშვიდე მოაქვს ამ ტერს და აი ეს დედახტიშებელისგან იცოდა
ქართველი დედა ღვთისმშობელისგან იცოდა იესო ქრისტე და მივიდა და ეს ქართული წესი ადათად დაუტოვა ქრისტიანებს მიიღეთ და სჭამეთ ესე არის მელქისედეკის წესით კი ეს არის ჩემი ხორცი აწი დღეიდან იქ რო კლავდა ხოცავთ საკლავებს და არიქადა უნდა შეწვა და უბედურება და სიზი ჩამოთხევ და შუბლი აცხევთ ხო ჯვარი არაცებს სიზდა წირთხზე მიადვე ჯვარი და დაი ეს საშინელი წესი დარჩა მოსეს აქეთ ებრაელებს სიცხლი მიაცხებიეს კარის წირთხზე კი 200 ბავშვი ხმარო გადაარჩინა არა ღმერთო მიაცხეთ მაგას ვიქრაო და ჩამოუვლიო და იმათო და ხოცავდა მაგისაც თქვენ არა იმ ღამეს ყველა ეგვიპტელის სახლი გაიძარცვა და რომელსაც სისხლი არ ეცვა ის იყო ეგვიპტელი ებრაელები დადიოდნენ ძარცვამდნენ და ეს უზარმაზარი ქონება პირიქით გაუკეთეს ხედავ ანუ პირდე გაიადვილეს საქმე ჩუნად მოიხმარე კი ეს არის ხორცი ჩემი რა ანუ თავისი ხორცი ანუ ჭეშმარიტი ხორცი ცხოველისა თუ და აღარ დაკლათო ადამიანისა თუ ბინველისა თუ შემდეგ შეცვალა რითი ღვინოთ ხო ხო პურიდან შემდეგ სისხლი ხო მე ღვინო ჩამოასხა ფიალაში თუ მაშინ ფიალები იყო მოდაში ფიალაში და ესე არის სისხლი ჩემი რომელიც ჯერ ცვარი არ ქონა დავრილი ჩემთვის თქვენთვის ბოდიში თქვენთვის და მრავალთათვის და ხეული მისატევებელად ზოგადად ანუ დაანებეთო ხორცის კლას და რა ქვია სმას თავი ზიარების დროს ესა აწი ჩემი შემოსაწილი თქვენგან რატომ ვიღაცა გაცემ თავ გონია რომ მეორე ვლოცულობო გადავაქცევ სისხლად და ხორცად მანახია ვერ ჩემნაგაცეული რა შესულელეს ამბობ როგორ შეიძლება ეს გააკეთო ვერ გააკეთე არ შეიძლება ამის გააკეთება ერთი პერიოდი დადიოდა იქ ხმები რომ ნამდვილად გადაიქცა და აი ნახესა სისხლი იყო მართლა ახლა მოდი რუსები ეზიარებიან ნამდვილი ღვინოთ ისინი არასნაირად არა ცოტა ღვინო ეიქა ციმბირში და რაღაცა ღვინო კამჩატკაში რომელი ღვინო რა ღვინო არა მაგრამ კაბორი შემოიჭრას იმასა დატკბილული რადგან სისხლი ვისაც გაუსინჯავს ადამიანის სისხლი ოდნავ მოტკბო გემოცა გაუსინჯავს ახლა ჩაგივიდა პირში რა გიატალებ ჩიკით ხო თქვა და კბილია მიგიხეს რაღაცა ხო არის ხო მოტკბო გემოა და აქედან დაამტკიცეს რუსებმა რომ ამას ესე იგი შეკარულეობა ჩვენ არ შევიჩერდეთ ჩვენ უნდა იყოს ერთი ყურნისგან ქართული წესიასია საზიარებელი ზედახე პიანოს და საბარძიმე ღვინო ორი ყურნის ნაზავით რა უნდა წითელი ღვინო არა საბარძიმე ღვინოს არა წითელი მაგრამ საბარძიმე ღვინო იყოს ერთი ჯიშის ყურზე ორი შევიულია შეიძლება ბრენდი ესე გარგე ბრენდი იმის სისხლი და ამის სისხლი აღშურია ორი სხვადასხვა იმან ერთი დაასახელა ხო აქედან გამომდინარე ეს ქართული წესი დაცვა შემოიღო სავალდებულოდ. დიახ, სწორედ ქართული წესი, ახლა თქვია ქართული თორე მაშინ კოლხური სამი ქვეყანა პროტოქართული იცით. ხო? რანაირად ითქვა ძველი ტერმინი სამი ქვეყნის, სამი ქვეყანა, შუმერი, სუმიერი, შუმერი, კოლხეთი, ლაზიკა და იბერი. აი ეს სამივე ლაპარაკობდა ლაზარეს ენაზე. ხო, ამობენ მორწმუნეები რომ ღმერთმა წერია ყველგანო რომ ჩვენო ეს ცხოველები და ეს ცოცხალი არსებები იმიტომ არის, აბა ისთვის არის თუ არ დავკარდა თუ არ ჭამეთო. ასეთი აზრი აქვს ყველას. მე 4 წელია უკვე აღარ ვეკარები. ბატონო არა, მასე შეიძლება დაკლავა ჭამო, არ მოიყვანეს იქ დაკლავენ და შეჭამენ მაგრამ ეს არის მხოლოდ სარჩო და არა საზიარებელი და რაღაცა სიწმინდის მონტანი შედგება უბრალოდ სარჩო ადამიანის ორგანიზმისთვის. შეხედე ახლა რაღაცის სხვადასხვა თქვა ამ თუჩი რა ქვია
ენაზე საუბრობ, სამი ენაზე სუმერზე. სამენაზე საუბრობ, ხო, შენ არა, რაღაცა სხვა გაგრას მაგვეზიანება. აი წმინდა გიორგის ეკლესიაზე ხლა რო ავდივართ, იქ კლავენ ხოლმე ისევ ძალიან სულ. ხო. არ შეიძლება, ხო მეუღლეო. ხო არ შეიძლება იქ. ეკლესიაზე არაფერი იყო ძველახმისეული და მე შემოვიდა ასეთი სწავლება, რომ ვინაიდან ერში, ზოგადად მარტო ერში არა, ქვეყანაზე გავრცელებულია ძველი აღქმისეული ადათიც და ახალ აღქმისეული ადათიც, ამიტომ დაუშვა ეკლესიამ, რომ კაი დაკალით, მაგრამ შეიძლება იმის კურთხევა დაკვრის. არ შეიძლება. ის უნდა დაკალი კი ბატონო, მოარჩი გარეთ რაც ეგ დაკალი, გამოადგინეს სისხლი თუ ადგინა ეთქენი, მოარჩი მე ეკლესიას თავისი თუ რამე გინდა. ეკლესიას კი არ ეკუთვნის. შენ გინდა შესწირო, მალე ერთი ცალი ნიგოზი მოიტანა და დების ერთი ცალი მოიწა. რუსეთში არ ცხოვრობთ. დაუშვა. და არა, მათ ხელა ის რომ ხმოდაკლას და საკეთოს. ფქვილი შეიძლება მოგიტანოს, კარტოფილი შეიძლება მოგიტანოს, შაქარს მოგიტანოს, ცოტას. რაც აქ მარის და შემოსაწირავს აკეთებს. რით არ არის ეს შემოსაწირავ? აუცილებელია ეს იყო. არის გავინა თქვარი მარბერა ფეხი. არცერა არა. მამალი, ვარი ესია საქართველოს აუ ხვარი თუ ხვარი დაუკალი და გონიათ რატო არა ვარ ბედნიერო მეო ხვარი შევწირეო კაცო რომ ბედნიერი მყავდა შვილებიო და რაღაცა არაფერი მოხდა უერთ ხო და ის დაგლით როდის იყო რომ რამე ისეთ კარგს დაბლა შესაწირავად სისულელი შესაწირავად მაგრამ საჭმელად ახლა მიღებულია ისაგან გარდა ნადირისგან დაგლეჯილის შემოწევ ისე პადა ლეში იმიტომ რომ შეიძლება ინფექციები იყოს შიგნით ინფექციები ამინისიმა გარდა ინფექცია ის არ არის ადამიანის ხელიდან სისხლდადენი და რატო უნდა იყოს ადამიანის ხელიდან სისხლდადენი ეს რამე კარგია რომ ადამიანი იმარ ბევრი სისხლი გამოდის თავში და სისხლი გამოდაწრებულია სისხლიდან და იგი დაიშეკნულია ცხოველისგან და პადა არიჭერო ლეში აბა დარეკე საერთოდ როცა იქნება რამე საქმეები ამაში ვიცი უნდა დაიწერიტოს ისე არ შეიძლება ჭამა თუ კარგად არ დაიწერესა და თუ არ ჭამა მეუფეო აბა ეხლა ბოლო სიტყვა რო უთხრათ ჩვენს ამ ლაივში ამ ეტაპზე ლაივში ვინც უყურებს ხალხს გელოდებათ და აბა ლაივი იყო ჩართული ისე მან მითხარ ხო გასტუქს გეისწორე მეუფეო ლაივი გემაგათ პირდა ეხლა მოდის გიორგობა თქვენ რას ურჩევთ ხალხს დაკლან საკლავი თუ არ დაკლან მარტო მაგ აინტერესებს დააჩენ ყველა არა მე ვკითხებ იმიტომ რომ იქ გიორგობაზე ისე მაწუხებს ხოლმე რომ ამოყავთ მამლები წვები ყლავენ თავში ხლეთები დაკიდე მაგას ახლა მე აქ სულ რო იმ რიცხვში ვიყო ხო 3 მილიონი ნახევარმა რო ნახოს ხო კათოლიკოს პატრიარქის საფლავად მიაბარა ამდენივემ რომ მამა გავრიელი წმინდანად შეირაცხა და მოინახულა სამებაში ჯეობატონო და 70 ტონა სანთელი ჩამეიტანეს გამდადებული სანთელი არა მასალა მოსკოვიდან კიევიდან და ატკაბიგენ სანთლებად გადაადეს და მალე დაპირეს ჯეობატონო ნუ რა არის მასე ის ხალხი არ დაიშლის არ დაიშლის მაგრამ თქვენ რას უშევთ არასდროს არ დაიშლის აგე ქრისტე რომ დაინახოს გამოდიოდეს კარები და ეს მაინც დაკლავს ხო რომ მოასწრო რა აი რას მისცემს მე ადამიანი კი აბრაამი ხო აბრაამა ხوارი შეშეძლო ძველი აღქმისეულია მაგას აბრაამა ჭკუა იხმარა დამიკალი უთხრა არ ჩიჩულელი არ წერია მაგისანამე იმ ეპოქში რომელიც დავით თამარ მეფეს ახლა ჩვენ რო გავხსნით კიდო რო ჩავარდ და არაკატო კაიკაც ხა შენ ყოჩაღო შვილს რომ ტირავდა აგე ეს ბატკარი დამიკალი მაშინო კაი ამას შევჭამ მაგას აღარ შევჭამ
არა, რომელი ღმერთი? ეს ადამიანები. უნდა დაუკრან, ხო? მე მქონდა თეოლოგიასთან მაგ საკითხზე პრობლემა რა. დიახ. ანუ თუ იქ წვარზე იყო დაკლული კრავზე და ეს იყო ქრისტეს წინასახი რომ კრავინე დაკლულიყო. ხო, როგორც აბრაამმა მიიყვანა თავის შვილს, ხო, მაშინ ისააკი როგორ არის ქრისტეს წინასახი? ვინ თქვა ქრისტეს? თეოლოგები იძახიან აკადემიაში. არა, გენადელი მაგ ებრაული თვისე მოტანილი რომ ისააკი არის ისააკი ქრისტეს წინასახი, იმიტომ რომ აგე შვილი გაწერა როგორც მამამ გამოგშემოგწია მე ქრისტეს მაგივრად სადეიკრა, სხვა არ მაგრამ ხო, ცხვარი დაიყო. რომელიც კრავი ბალახებში რო იყო კაცო მაგი ისააკ მაშინ ისააკის დროს, ხო? ქრისტეს მაგივრად რომელიც გააკრეს ჯვარზე მანახე სადა ხო, თუ მასი არის ეგრე უნდა ყოფილიყო. ხო, რა იყო ერთხელ დეიცაბანა მაგრამ ეს ერებობენ ნახე როგორ ამბობენ ამის კრავი იყო ქრისტე. თუ კრავი იყო ქრისტე, ისააკი რა შუაშია ქრისტეს წინასახი. ამაშია საქმე. ის ნამდვილად იყო კრავი. ქრისტე. ისააკს მაგივრად არ დაკլულა. ის რაღაცა სისულელე ებრაელთა მოგონილი. აბრაამი როცა ჩამოვძანდა თავის ცოლთან თუ დასთან აეძებე შენ რომელი იყო მაგიან ხეთაში ჩამოვძანდა პროტო ქართული წარს რომ ხეთა ქვია ხო ხეთა მაგია ხეთაში ჩამოვძანდა სადაც მელქისედეკი იყო მეფე მღვდელი პირველი დედამიწის ისტორიაში მეფე მღვდელი მელქისედეკი რომელიც წესდამაზე და მელქისედეკის წაგავრო გითხარი ავთო ეხლა საუბრობ ზუსტად მაგ თემაზე ავთან დილს ვეუბნები ეხლა რატო არ საუბრობენ 325 წელს რომ შეიცვალა ეს წერილიო და კრებაზეო ნიკიას შედა მაგანდი იყო შეცვლიდა მაგაყვები ეხლა ხო მაგას ყובה ზუსტად ქრისტიანობა ჩვენ და აბარა ნიკეის კრება შემოვიდა შემდეგ და ახლა მე გეტყვით ყველას გეტყვით არავის გეტყვინოთ არც დასავლეთ თელს და არც აღმოსავლეთ თელს და შემდეგ წმინდა ნინოსაც შემოწმდა 316 კოლხეთში არა რატო მოკლე არის უფრო კაბადოკი და ზღვარალა ცერტონად შემოვიდა რომ იქ ქრისტიანული იყო დასავლეთ საქართველო კი იუბენელმა პატრიარქმა დავალა რომ კვართი მოეძებნა კვართზე იუბენელს მან თხოვა გამოეწყდა პარტიო და სადღაც აღმოსავლეთში მეკითხა რომ აღმოსავლეთ საქართველო არ იყო კიცად ქრისტიანული ალბათ რაღაცა კერელი იყო აუცილებლად მაგრამ აი როგორ და მე მოძებნა და ცერტაში მოვიდა რა თქმა უნდა მოვიდა ერთი ინფორმაცია მაქვს მეუფეო რომ ცერტას ხოდა რომ მოდიოდა ქართული ტრაბახი არის მაშინ ერთი ქართული ტრაბახი რა დამახასიათებელი ქართელს იქ რა ქვია ახალციხეს იქ შემოვიდა კითხა და ინახა უკვე მოქმედი მწყემსები ქართველები ასე ვთქვა ხო და მცხეთა საით არის ბავშვმა იკითხა 12 ლიოში სამარეთ ყოთა ქართველი კაცი ასე წახვაშილა და ეგრე ჯოხო და მე როგორ ვიცი ხო ახსნა ჯერ გააცნო რა ქალაქს და რა ადგილს კითხულობს მას ნუ გაუგზარდა სული ცხეთა იქ არის სადაც ღმერთობენ და მეფენი მეფობენ მრავლობიჩია მრავალმერთიანობა ზოროასტრიზმი იყო ჩამაბატონი ის იყო და სამეფო რელიგიური წამსი ეგ იყო ხო იქ აღმოსავლეთში აქ არ ჭირდებოდა არაფერი დასავლეთ საქართველოში ეს სამი მოციქული იყო დასავლეთ საქართველოში ერთი და მეორეც მათათა მოციქული ორი კანას მომკანელი ეგ ახლოს ახალეთში ამ თვით კი ეს ის პეტრიაშვილია წიგნები რომ გამოსცა ვინ არისო რომელი პეტრიაშვილი არისო აი გაიცანით პეტრიაშვილია ეგ რომელმაც ენოქის წიგნი გამოსცა კი კრისტინ ბოდიშით მეუფეო ჩაგეჭერის ლაპარაკში მაგრამ შემაწუხა კითხვა რამდენჯერმე დამისვა და კრისტინამ კი არ შემაწუხა კითხვამ ერთი და იგივე კითხვამ შემაწუხა ვამბობდი ჩვენ ესე იგი ცხეთას შემოვიდა წმინდა ნინო შემოგძანდა ესე იგი იცოდნენ ებრაელები აქ ცხოვრობდნენ ალექსანდრე მაკედონელმა ხო გადმოასახლა ცხეთაში ებრაელები ალექსანდრე მაკედონელის ჯარის ერთი მთავარი ებრაელი იყო არიერგარდი ანუ წინ მიმავალი საქართველოში გამოგზავნა ავანგარდი უკანა არიერგარდი წინა ნაწილი იყო აზონის მეთაურობით იყო ზედი აზონი იმიტომ რომ ალექსანდრე მაკედონელის თითქოს ხიდი როა პომპეუსის ხიდი პომპეუს რა უნდა იქ მაშინ სადი პომპეუსის ხიდი რა ქვია პომპეუსი მერე შემოვიდა ცხეთაში
რომ ის იქ მათი აგებულია ფოტოში. იმ აზონის არმიამ ააგო გადასასვლელად რომ გადასულიყვან მყარზე. ის ხო იმდენად იმალება წარში მე ნანგრევი რომ ხო გავხდი. ეს საქართველოში ლაშქრობა იმ ძველ ხურიათა ფულით დაიგეგმა. რომ ეს მიდიოდა რა უნდა ხეთაში აბა ინდოეთში მოვალ საბერძნეთიდან და კაბადონიდან აქვია მას მაკედონიიდან კაც. ასე აგზა და ეს ასე ამევიდა. და იქ შეუერთდა სადღაც. მე ხო? რომ ქართველთა დალაშქრა გადაეწყვიტა დაესუსტებინათ რომ მე ის ციგნები ვიოლად მოეძრო რაც მათ დაინტერესა. ვერ მოძებნეს. მე წეგანად ჩემულებმა სამუდარო აურები ციგნი რომ გაიტანა ხელა. რა ვერ დაწვა გადაწვა თელი საქართველო. სხვათა შორის მე უფრო აქ ასურეთში ახლა სადაც ავდივართ კაბენის მონასტერი სადაც არის იქ ახლოს მანდედან ჯორებით აკიდებული წიგნები წაიღეს იმიტომ შაჰაბასი ის უფრო ადრე ამბობ ხო ეს შაჰაბასის დროს კიდევ შაჰაბასის დროს გაიტანეს აქედან კიდე წიგნები და სხვათა შორის ახლა ისეთ ადგილზე მივდივართ ძალიან ისტორიულად და თამარ მეფის დაარსებული კაბენის მონასტერია. კაბენის მონასტერი. და ყველგან როცა დაარა. და განახევთ სად გარდაიცვალა თამარ მეფე. აპიზონის ჩათვლით აქედან ჩანს. დამაზარის ზენი აკეთა კაცო. მასე არის თამარ მეფის ეპოქა რომ ბერძნები რო ყოფილიყო მაგი დედა წაგვაჭამდე თავს აუ რა იყო და შეხედებდა აუ და აბეა გუთია და არიქა რომელმაც რაღაცა პატარა წაგიჩინე მოკლედ უკეთესი არ ამიყავს სოფლიოს ალექსანდრე მაკედონელი მეგას ალექსანდროს მამათავალი ჩაულევრი მამათავალი იყო ეხვეწა დედამისმა უგზარიდა ქალებს რომ არაფერი ერთხელო რომ დაფერდინდესო და შვილი გამომიგზავნა მე და მე სანამ შემან ლაშქრობდა უბედურობდა ათას მე გაგიდი ამ თვითონ რომ მე მკვიდრე დაგჭირს მაგრამ ცოლი ხო ყავდა მაინც ცოლი არ იყო ის კაცო კაცი იყო რომელიც სპარსი რომელიც ომში დაატყვა და მოიყოლი სპარსი უყვარდა და ბიჭო ომში სპარსი მაგით დარდგა და ყვასკები ერთი საინტერესო რაღაც კითხვა მაქვს რომ რა ყოველას ამ მამათმავლობა უნდება კი მაგრამ არ შეიძლება რომ მოუნდეს ნორმალური მამაკაცობა ყველა ესეთი გამოჩენილი პირი რატო არის მამათმავალი ღმერთს მან უგამაგებინოს დიდი ლაშქრობის დამწყები ჰიტლერის ჩათდა ხა ჰიტლერი არ იყო მამათმავალი გადახრილი სულ ხო ნორმალური თავი ტიპი მოკლესთან და რომელი ერთი გინდა ეგ ბავშვობაში მიიღებული ტრამები მე ეს ის რაც საწინააღმდეგოა ხო იცი იმის აკრძალული და არ აკრძალული ხილი გემრიელიო აი ლალი მე უფრო რას ვფიქრობ იცი ბავშვობაში აქვს რაღაცა საუბრობდით რომელიც აღარ დავამთავრეთ ხო წმინდა ნინოზე ვიღაცას აინტერესებდა საიდან რაღაც აინტერესებდა იმას ეს ის პეტრიაშვილიაო მაგაზე თუ სხვა რაღაცა რატო იმ არ ამბობს გონი კლაზე ცხოველის კლაზე ეს დაკლან თუ არ დაკლან არ დაკლან დაკლა არა მასე ვერ მახსნა არ მიიღებს მაგას არ დაკლას კი არა აი მე უკვე ერთი მაგარი რაღაც მოგიყვეთ აქ რომ ამ წმინდა გიორგის ეკლესიას რომ ვაკეთებ ხომ გაცხადებული მაქვს სოფელში და შემოწირულობას აკეთებენ ხოლმე ჩამოვიდა ქალი აი აქ ბალკონზე ვიდექი გამიძახა თამარო მეო მყავდაო ცხვარიო შესაწირად აყვანილიო და ეს ცხვარი ცუდად გახდაო ამ ცხვარს ახლა უკან წავიყვანეთო და ის 200 ლარიო რაც უნდა შემეწირავ აი ახლა შენ მოგცემო და მაგ ეკლესიის მშენებლობას მოახმარეთო აი ეს იყო ჩემთვის ნიშანიო ხო ეს იყო ჩემთვის ნიშანიო რომ ცხვარი არ უნდა დამეკლავო გული მткиოდა რომ კლავდი ამ ცხვარსო და ცუდად გახდა ცხვარიო ამ ქალმა ტრანსფორმაცია განიცადა წარმოგიდგენია და ის გული მიხვდა ოჯახში სოფელში მოხდა ერთი საოცარი რომელიც დღემდე მატუხებს როგორ მატუხებს ვერ ამოხსენი ჯერჯერობით იქამდე არ ვერ მივედი
მამა ჩემი ძმა ბიძა გარდაიცვალა ახალგაზრდა კაცი, მე ბავშვი ვარ სადღაც მე-4 კლასელი ან 5 კლასელიც არა, მე-4, მე-3, მე-4 კლასელი. და როგორც იციან საქართველოს ყველგან დასავლეთში აღარ იმერეთში მწვედეს 40-ზე მარხვა მოუწია ციკლი გარდაიცვალა, მე მარხვა იყო და 40 ხსნილი იყო. ხსნილებოდა 40 და ისედაც გასვენებაში იმერეთში ხორცი არ იცია, ხო, ძველ დროში არ იცია, ხო, ყველაფერს აკეთებდა. ძველად არ იყო და ლობიო ისა და ხო 40 ცხვარი უნდა დაიკლას. იყიდეს ეს ცხვარი. პატარა ბეკეკო, არა, დიდი საჭირო იმერეთში სხვის ხოს, აჯამეთ არავინ იტანდება და რადგან რიტუალშია საჭირო, ადანას კმარა. აი რიტუალი, ხო, რიტუალი. ხო და ბიჭო, ეს ხარი ახლა იგი სხვებიცაა კიდე, ხარი ყავდა ცალში 1 2 3 3 ცალი. ჩვენ ძველებს მამიდებს და იგი რო იყო გამული საბალახოზე, მე მოიყვანე და ეს ხარი იქ იმასთან არ არის, პატარა ბეკეკო თავის სნაირებთან. მოვიდე ეს ბეკეკო და ხო, სადღაც საჭირია, სადაც ესენი ჩერდებიან ცხოველები, ხო, როხათი გაჩერდა, ორი ეგრა იგი. ამან ეს ხარი არ გაჩერდა ეს ბეკეკო. გამოაგზელა სახლისკენ ღობიას და ღობის იქ სახლი ეზო, სადაც ცხოვრობს ოჯახი რა, ახლაც არის სახლი დგას. გამოაგზელა გზა. ხუჭაბათია. შაბათ 40. რესტორან ხუჭაბათი იყო 40 და შაბათი რადგან უყურებო შაბათი იყო გადაწეული. სუპერ. 40 იყო და ხუჭაბათ დღეს ეხლა რო გამოთვალე, მე დიდი რო გავხდი, მაშინ ნასი შევა. ეს რა წამებია? და დედა ჩემს მოაგონდა აცალეთ ერთ სადმიდის, მაგრამ არ ჩქარობს, არ გარბის, არ იმეჭო, ნელი ნაბიჯით მოდის. მი წინ ეს სახლს აქვს ასასვლელი მეორე სართულზე კიბეები ასეთ. შუაში. ხო. სახლია, გერი სახლია, 14 ნახევარია სიმაღლე, კიდევ ძველებული სახლია, ძალიან ძველებული სახლი. და ამ კიბესთან მივიდა. აი ეს გამოვიდა. მოვიდა ამ კიბესთან და დაიწყო აქედან არ გაჩერებულა სახლის იუბილეუსი არ. გაყვნენ ახლა ესენი, მაგრამ ასიზებს ხო. მე დაფე არ მიგიძელი, ნუ კარი რას ეს ხარი. 3 წრე დაარტყა. მოვიდა ამ კიბესთან და გადავიდა, წუდა მოკლა. უი, თვითონ ჩაატარა რიტუალი. კაცმა არის ის რა გააკეთა, ვერ ხვდები. ისე დედა რაც საინტერესო დედა ყოლია თქვენ. ავიდა, ამაჩერნა და იღაცია უთხრა და სხვა ცხვარი აღარ იყიდეს აღარ დაკლეს. ის თავისით გააკეთა და დავარხეს ისა თქმა უნდა. ხო. და აი რა საინტერესო დედა ყოლია თქვენ მელქისედეკ. მეუფეო. ხო, აწყონა ვარ. მართლა. ხო აი რო არ ეთქვა ხო ვერ გავიგებდით მაგას, რო ხო, არა, აცა წავიდეს, კაცო. რა მე ეკიდოთ, არ დეიჭიროთ რაღაცა. ნებროთიანს წიგნი ნებროთიანი არსებობს. არსებობს. წიგნი ნებროთიანი. მაგრამ სად არსებობს ეგ არის? აი მირიანს ქონდაო და მაგი მაინტერესებს, ამდენად მართალია. წმინდანინов სასწაულით გამოვაქცია მირიან მეფე, არამედ წიგში წაიკითხა, რომ ამადამ დროს ქრისტეუნა ჯვარცმული. და დაემთხვა დრო. წმინდანინო უკაცრავად დაინტერესა თავისი მონათხრობით და საქციებით და საქმიანობით. თუ აი იმჭიდრი არ ჩაიხედა. და რო ჩაიხედა მართლა იყო ეწერა? კი, გამოიყურია. მოიწერა, გამოიყურია. და დრო დაემთხვა. და დაემთხვა დრო. დიდაბნელია. აი მე ერთი კითხვა მაქვს, შეიძლება რომ ეს ნებროთიანის წიგნი შეთის წიგნი ყოფილიყო, იმიტომ რომ შეთის წიგში წერია 5 შესაძლოა. სახარებაში არ წერია, ამ 4 თავში ერთი და იგივე, რამდენი არგია. შეთემ ცალკე ახსნა და იგივე დაახსნა. ნებროთმა ცალკე ახსნა და იგივე ახსნა. და ამ დროს ეს ყველაფერი. თურმე დედამას იცოდა. და დიდაკეთი მასწავლიდა. ანუ შეთის წიგნი არსებობს. მაგრამ ეხლა ეს ენოქის წიგნზე მეუბნებიან, ენოქის დროს დამწერლობა სად იყო და შეთის დროს სად იყო, რომ აგერ 500 წლის გასვლის შემდეგ ქრისტეს სიკვდილი გამოიანგარიშეს. როგორ არ იყო დამწერლობა? როგორ ლავდარენა იყო და დამწერლობაც იყო. ანუ ჩვენ ფაქტურად შეცვლილი სარწმუნოებაა. კი ბატონო.
იმიტომ აინტერესებს იმ ეფუცროებს ახეთ, იმ წიგნის კიდე ამოღება. მოკლედ იქ წერია ყველაფერი. ერთი საკითხია კიდე ბიბლიაში არ არის საუბარი იაფეტის შთამომავლობაზე. სემი გასაგებია სემის თქმა, მაგრამ იაფეტის შეძლება უთხოვა. განიფართო სემის კარიშე და იცხოვროს. და იაფეტის შთამომავლები სად არიან არ წერია ბიბლიაში. ალბათ ეს ნებრუტიანები არ არიან. იაფეტის ნებრუტიანები წერია. იაფეტის შთამომავლები. და რომ იაფეტის შთამომავლები არიან შვილები თოგორმა როგორ თოგო რომლის თოგომა? თოგორმა ესე იგი ტოგო იქიდან მოდის სახელი ანუ ერთ-ერთი ჩომი არმენელი სუმაინტერესებდა სომხები არმენელი მე რა სომხიც მეგრული სიტყვა. სომხი ისი არმენები. არმენელი მე რა ჰაიასტანი, ჰაიკი. ჰაისტანი სხვა არის აი ეგეთი ჰაისტანი კი დიდი ჰაიკი იყო. ჰაიკები კი ახლა მე ჩავსულა და მე სომეხი არა ვარ უკვე განი არმენი ა ჰაიკ ჰაიკი ხო ის მაგისი მამა იყო. ყველანაირი გვარები აქვს ბზნუნი მაგალითად მე ჩემს მაკაცია არშაკ ბზნუნი ჰაიკი ვარ მე სომეხი არა ვარ თირდატ მესამე შვილი იყო სალომე უჯანი. თოგორმა თუბალი რომლისგანაც მე იბერი წარმოიშვა იბერიელები თუბალის შვილი და აი თუბალის სახელზე და საბატონლოდ ერქვა ამ კალამ თუბალისი თბილისი ანუ თუბალისი ისე ძველახნის პრაქტიკაში სახელების მიხედვით დარჩენდნენ ქალაქი. ირკვევა ყველაფერია და მეშეკიდან ვინ წარმოიშვა მესხები დიახ მუშკები ერქვა. მუშკები დღევანდელ დღესაც ახლაც კი დაღესტნელი ლეკე თუშეს ასე დახი იცი მუსკე და ეს თურქები რო ეძახის ერდოღანი რო ეძახის ჩვენი ისახავთ ვები ხართ მუშკები თურქები ხართ მუშკები ის თურქები ხართ მაგი უნდა ემე ჩემო მესხეთო ხო გაწყობს იმას რომ ის ჩემიაო დერდორეო აგე ჩვენი ის ყოფილან თურმე წარმოიდგინე კი ბატონო აი ხოდერით ჩერქეზია ერდოღანი მინა ლე ჯერჯერ ერდოღანი დერით ჩერქეზია იბადან ცოლი ცოლი ქურთი ყავს ლაზი ხო არ აყავს ლაზი არა ქურთი შვილი გაათხოვა ახლა გოგო რო გაათხოვა ლაზს გააყოლა ეგ ტრადიცია მაგათი არაფერ არ გააყოლებს ტომი სხვას ლაზი ესე გებრაული წესი აქვს ლაზებსაც ებრაელში ეგრეა უცხო ტომელი არ უნდა მიათხოვო შენი ასო ხედავ შენ იმიტომ რომ გაფლანგვას ნიშნავს და დაკარგვას სხვათა შორის ბევრია ვინც ქართველზე გათხოვდა მე და იმათი შვილები გაურკვევლობაში ეხლა ნახე შენ სხვა ეროვნების გაკეთებულ საჭიროსაც ეხლა ნახე შენ თამა მართლა ხო იძახე რომ ენოქის დროს დამწერლობა არ იყო ხო იძახე რა სისულელია არიცი არ დამწერლობა არ იყო შეთისიგნი რაიმენზე და რა სისულელია ეგ რა არის არსებობდა ხო ენა იცი რაშია აღდგეთი ხალხი დამწერლობა ზოგადად რო შეიქმნა ой დავაგვიდეთ ახლა აი კონსტანტინე გამსახურდიას აქვს დონი განი ღანი უწოდ მეჭურჭლეცა მიერ დაწერილია რომ გავს დოკერს ჩაფერს და რაღაცა ხოლო ჯანი ჭანი ისაო მეიარაღეთან იმიტომ რომ ხანჯლიანია ის არის და იგარშო დაწერია ხანჯლიანი ჯვარია იგივე ახლა კომუნისტების დროს იყო ამას რომ ქო გორა ჯვარია აბარა ქრისტა და დამწერლობა უცოდ იქნებოდა, მაგრამ თუ ეს ასეთი ასომოხაზულობა არ იყო, ინდურ სანსკრიტში შენახულია ძალიან ბევრი დაფა, თიხის დაფები, სადაც რაღაცა ჩიტი ხატია, რაღაცა ის ხატია, რა ქვია, ყურუ ხატია, რაღაცა აი ნახატები იყო დამწერლობა, სადაც აგზავნია რა. აი ეს ეგვიპტური ინდურ სანსკრიტში ეგვიპტურს რებუსი რებუსი ხო არის რა ერთ ასოდაწერდა სანსკრიტი სხვანაირია ჰინდის კიდე სხვა დამწერლობაა სორი იეროგლიფებიც არის იეროგლიფები აუცილებლად იქნებოდა ჯვარი მოდი ერთ რამეს გეტყვით იცით რა ქვია ძველ ბერძნულად ჰომეროსის დროინდელ ბერძნულად და ახლაც მას რა ქვია ჩეს ირთუს რაში დიახა ირთუსი იესო ქრისტე თეოს იოსტოტე იესო ქრისტე ძე ღვთისა მაცხოვარი
რა იცოდა ხომეროს იზოს გესტინა სამწეთში არც ერთი მუსულმანი თევზის თავს რატო არ გავს ყველა თევზს თავზე აი ასასა ჯვარია ნებისმიერ ჯვარია აი მოიტანე ჯვარი ამოდა როგორი ჯვარი იცით მიმამკი ვარ მიამგარი ზუსტი ჯვარი პატარა თევზი გია თავი გახსენი და შუბლი სასაზე ქვემოდან აქ ჯვარი აკრო აი ნახეთ ახლა მეუფეო ჩვენ სრული ანბანი ჩავშვით ერთ სხივში თავიდან ვიწვალეთ აი ნახეთ თავიდან ვიწვალეთ და საბოლოო ჯამში მივაგენით სრულ ფორმულას ანუ ფიფქს მივაგენ აი ეს არის უკვე სრულყოფილი ფიგურა ეს ჯერ კიდევ დახვეწილი იხვეწება აქ ეს ვაშლის ფორმულა ეს ასომთავრულით შეიქმნა ასომთავრული ჩავშვით ერთ ფორმულა მე ვერ ვხედავ კარგად აი ეხლა მეგაჩვენებთ ასომთავრულის ანბანი აი ეს ანბანი ყველა ასობგერა არა ყველა ასობგერა ერთ სივრცეში ჩავშვით ანუ სხივმა რო გაიაროს შუაში ხო აი აქ ყველა ასობგერაზის ყველა ასობგერა თავსდება თუ რამდენი 40-ვე თავსდება 40 იყო თვითონ ეს არის ზუსტი სრული ფორმა რომელიც მიიღო ქართულმა ანბანმა და ამაში არის ყველა ეგასობგერა მოთავსებული ეხლა ნახეთ აქ ჯერ კიდევ ხვეწავდით აქ არის ესე იგი არეული ერთმანეთში სხივი ვერ გადის ერთ სივრცეში მაგრამ როდესაც დავიწყე უნიონიდან და უნიონიდან ვიე რო არის უნიონში რო ვიეზის უნში რო ვიეზის იმ ვიემ გამართა სრულიად ასობგერები აი ესენი ნახე და ვაშლის ფორმა ეს ამას ეს ვაშლის ვამსგავსებ გაჭრილ ვამს მსგავსებ ეს კიდე მიიღო ნუსხა ხუცურმა ესა ასო ხედრულმა და ისი ხო ამ საუბარს ახლა ვინ ისმენს კი ვიღაცა სხვა დროსაც მოისმენს და აუცილებლად დაეწყებათ მუცლის გრემა რატო ვინ არის მუცლის გრემას ახლა გადატანეთ მისწორებ ვინ არის ეს კაცი რო ლაპარაკობს ეგ რა მეუფია ეგ აქედან გაგდებულია წამოსულია მისულია მაგას გულისხმობ არა მე მინდა ერთი რამ ვთქვა ჯერ ერთი ყველა ჩემი წარსული ცოდნების რომელიც უამრანია ნებისმიერი ადამიანი ვარ მე ჩემს დავიწყდი სხვისის დაფრის უფლება არ მაქვს უნანიების მაქვს ვინ მოვა და მოინანიებს რაიმეს ჩემთან აუცილებლად მე უფლება არ მაქვს არ შეუნდო ნებისმიერს მე ახსენებით მაქვს რა თქვა თუ ვინმე რაიმე იცით რო არ დაგინახიათ ისე და გიქვამ ესე იგი მე ახსენება გამითქვეს ერთი ამას აქტივი მე სინანული მაქვს მეორე ძალიან გთხოვთ ნუ უგდებთ ყურს ვინ ლაპარაკობს უგდებთ ყური რას ლაპარაკობს და რატო ლაპარაკობს რატომ ლაპარაკობს ჩემზე უკეთესებიდან იყოთ ნებისმიერი მე თუ ცუდი ვარ სწორედ მაგინია მე ჩემი შვილიშვილებიც ჩემი ტოლებიც ჩემზე უფროსებიც რომელსაც არ გაგიგიათ ვიღაცა ჩემზე უკეთესი უნდა იყოს მე ასეთი რამ მაქვს ერთხელ ნათქვამი ასავალ გაზეთში სტატიას დავამთავრე ზუსტ აუ როგორ მე ისეთი საქართველო მინდა სადაც მე ყველაზე უკანასკნელი ვიქნებ ყველაზე ცუდი ყველა უარგისი არაფრად მიღირებ სინქრონში არიან ფიქრითაც სულიერებითაც გულითაც გონებითაც ყველანაირად ესაა საქართველო ჩემთვის ჩემია მამისა ეხლა რა უნდა გითხრათ მეუფეო ნახეთ თქვენ რომ დაიწყეთ მუცლის გრემაზე ამ მუდმივ სამყაროს ვიღაცა მუდმივ სამყაროს უკვე დაწერილი ქონდა ეს კითხვა ოღონდ არ მოსულა ვის ემორჩილება მეუფე საინტერესოა რა უკვე პასუხი გაიცით პირდაპირ ხო და
რა საინტერესოა იცით მეუფეო? აი ეს კითხვა. ხო, და პირდაპირ მოვიდა თქვენთან ის აზრი, რაც ამან უპროფორმულდა. ხო, აბა სულ სხვა რაღაცაზე ვლაპარაკობდით ეხლა ქართულ ანბანზე და ასეთი წყალწამებული აზროვნება ჩამოგვიყალიბდა. სამწუხაროდ. ო, რა საყვარელი. ხო. აი კინგმა მოგიხადათ მადლობა. რაღაცა ვიდა რომ ებიჯო. პავლე და პეტრე რატო ებრაელი ვიძი გავსხვავდები ჩვენ იმ ებრაელთაგან რომ სახარებაში რომ არ მიიღეს ეს მოციქულები და არ ქრისტე. კაიაფასგან ვიძი გავსხვავდება რომელიმე სამგანთავრო ინსტიტუტი ღევანდელი რომელიმე ქვეყნის მარტო მადავარო თავი ქართველები ცუდები არიან მალაღი უკეთეს სხვა და მაშინ გეტყვიო კი ესენი ძალიან ცუდები არიან არ არის არც სხვაგან უკეთესი და ამ საერთო გარკვეულ ფონზე არ ნიშნავს მათთვის საპატიებელ და წაში დასაკრებულოს და სხვები წარდგენილი უნდა იყო არა ბატონო მასე არ არის მაგრამ კარგად. ღევანდელ როგორც პერიოდში ღევანდელ საქართველოში მოდით დათით. დავამთავროთ და გავციშავ და მე ხო. ღევანდელ პერიოდში რაც ხდება ჩვენს თავს ღევანდელ პერიოდში ეს ნამდვილად არის ხო, დამამჭ. ერთი სიტყვით ნუ კიდევ ვიმეორე, დავიწყებ იქიდან, ცოტა ძველ ადგილად გადავაბაღოთ, ინგლისის ბიჭები. უნდა მივიდეთ. და სამი რამ, რაც ღევანდელ ქართველს აკლია ქართველობამდე. ქრისტესართველობამდე, ხა ქრისტესა ქართველი, რომელიც ოდესღაც ტიტული იყო და არა ეროვნება. აი იმ ტიტულის დაბრუნება უნდა შევძლოთ. რომ გავხდეთ ღვთისმშვილნი და არა მონანი, ღვთისა და მხევალი ღვთისა. მონას არასდროს ხვარებია თავის ბატონი, რაც გინდა საუკეთესო მოსამსახურე იყოს მისი. ღვთისმშვილს თავის მამა და დედა უყვარს. ეგრე ვთქვი რომ ამიტომ არის ჩემო კეთილო ხალხო, საქართველოში დედის რგინება მეტად მკაცრად დაждადი, რადგან დედა ღვთისმშობელს გულისხმობდა. ავად მახსენებელი და კარგად მახსენებელიც. ლამაზად შვილის გამძლელი დედა მიცნია ვითო ღმერთადაო. ნეტა რატო? თამარ გთხოვ ეროვნების აღდგენაზე კითხეო. მაგას მერე მეგობრებო, ეხლა უნდა დავასრულოთ. ნაგლოცოთ მამაზე ციელმა ყველანი ეცადეთ ის კი არ მოიკითხოთ ვის რა ტალახშია ჩანაყოფი ფეხი. ეცადეთ მოიკითხოთ ეცადა თუ არა ტალახში ფეხჩაყოფილი კაცი როდესაც ამოიღო ფეხი ტალახი და ან თუ ამოიღო და თუ ეცადა გაეფერხა და გაეწმინდა ის ტალახი ანუ მერე რა ადგილი და სიწმინდესთან მისულიყო წმინდა თუ ეს გააკეთა ის უფრო დიდი ღვაწლის მატარებელია წმინდა ნიკოლოზია ისიც კი ნანობდა თავის საქციელს ქრისტე ტიროდა რა ატირებდა რატომ უთხრა მამას უფალმა ქრისტემ თუ გინდა შენ თუ გინდა არ უკვე მე რაღაცა მეტკინა და რაღაც ამცენ ხომ არ ყოფილა შენ თუ გინდა ამარიდე ეს იცით რატომ ის უცოდველობა მისი იბღალებოდა იმით რომ ხედავდა ირგვლივ ხალხი რა დღეში იყო და ეს ხალხი რომ არ დაცემულიყო ბოლომდე მამას მაგითო შეეხვეწა თუ შესაძლებელია ამარიდეო თუთმა არ გაიარა და მაგრამ იყოს ნება შენი მე მიაყოლა მეც ასე ვამბობ იმიტომ კი არა რომ ძალიან ვაშკაცი ვარ და ქრისტესავით ჯვარზე გაყრას
შევძლებ, არა ბატონო, ჯვართან მიახლებისაც მეშინია. რომ წარმოვიდგენ ხელებში ჩაქუჩის კაკუნს, მაგრამ ძალიან მინდა მეც თქვენს სულ ყველას ჩაქუჩის ხელში აღების გვეშინოდეს, რომ არ მივაკაკუნოთ. ესა ნამდვილი ქართველი. ეგარი ჭეშმარიტება. დაგლოცოთ ერთ. ამინ. მადლობა. ეხლა რა კარგი საჩუქარი მივიღე მეგობრებო. ეს ხდებოდა რეკლამაზე. მაინტერესებდა რა მაგარია. მაგალითი რაფერის ამოგივა არ იცი გესმის და თან მოყვება რა იცი? აქ არის ესე იგი ეხლა მომართვის ეს საჩუქარი ძალიან გამიხარდა რა. აქ უნდა ჩადო ის მარგალიტი რომელიც ამოგივა აი აქ. დავაი, პრეზენტაციო. დინარის მარგალიტი, შესანიშნავი მარგალიტი, კი. ეს არის აქ კიდე სიყვარული wisdom will მაგი გოუძანე ჩემს მეუღლეს. გაწვევები აქ. აბა ნახოთ რა, აბა, მიდი. ეს უნდა ეხლა გავხსნათ შეულებრივად ეს შავი. რა. ეგრე როდესაც მიცვალა. გლოვიარეთო რა ქვია ხარ. და ეხლა ეგ უნდა გახსნა ნიჟარა არის. არა, როგორც არის. ბუნებრივად როგორც არის. შესანიშნავი კარგი საჩუქარია. და ეს უნდა შევარჩო. შეუჭიროს მომტანს ღმერთმა და ღირსებით ატარებინოს მტარებელს. აი აქ სადღაცა ექნება ის, ხო? გასახსნელი მაგას აქ. მე მგონია რომ ამავა რა ფერი და კეთილი. უფრო ეს მგონია, მაგრამ ნახოთ. სხვადასხვა ფერია, მაგრამ არა, ვერსიები დავდოთ. თან ვერ შევუკავე. მე ვიცი რომ არის მოსერო აი ესა ტაბაჭ ესეთი ფერი. ან ბარდის ფერი. არა, ანუ ვინც მაგას ამზადებს, არა იმას ვერ შეუკვეთავ, რომ მუდრა ვარდის ფერი იყოს. აბა შილაკები ის ფერი. მე ვერ გახსნი შილაკით უფრო. ოპა. აი იპოვე? აი გაგვექცა რა ფერია? გავრეცხვათ? თეთროა რაღაცა. ხო გითხარით, სიყვარულის მადლობა. სიყვარულის მარგალიტი ამომივიდა. ეს არის მოვარდის პრო. კვარცი არის. აქ არის ეგრე. გესმის? მოიასამნისფერო. ისა. ნახე ვარდისფერი. ბატონებო. ვარდები მომივიდა. ვეიდემო, ბიძიემო. მეტროში გიგო. შენ ახლა ცოტა ქალური გავუშვით. მეტროში ნამგზავრი ვარ, მაინც. აბა როგორ გავხსნა? ტრამვაი იყო, სახლეგი არცეთან ჯონიო ტრამვაი. მოიცემ ნახავ. აი აქედან. ერთ სადგილს მოგახსენებთ. ის ხომ ვისაუბრეთ, ასეთი ისე. საფრთხანებულებაზე, შესაძლებლობის ფარგლებში ახლა მე ვერ დავიგვეხილი ნეტარი აუგუსტინეს განბრძოლით. მაგრამ ყოველ შემთხვევაში გრიგორ ღვთისმეტყველს. იცი რა ეს ხოლმე ნაზიანზეlis, მაგრამ გაიქცა. შეიძლება მაგ. საერთოდ და მოგახსენებთ. ცოტა დედიულა. მოდი გაგეხმარ. მოდი გაგეხმარეთ. მე არ მაგარგი ხელები. ერთი წუთი. საერთოდ მოგახსენებთ. და ამ ჩვენს საქართველოს გაუმარჯოს. ამ ჩვენს დედაღვთისმშობლის სამშობლო ქვეყანას გაუმარჯოს. იესო ქრისტეს დედულს გაუმარჯოს. ჩვენთვის დედულმამულს გაუმარჯოს ორთავერო. დიახ, სწორედ მაგიტომ არის ჩვენი ღვთისმშობლობა, რომ დედულიც არის და მამულიც. იმისთვის თუ ეს მამული იყო, დედაღვთისმშობლისთვის, ხოლო ისი შვილისთვის დედული, ანუ იესო ქრისტესთვის ჩვენთვის დედული მამულია. იმიტომ რომ ებიდან, ხო, საფრთხებიდან და დედიდან და მამიდან, ორივედან მოვიდა ჩვენთან. და ამ ქვეყანას სხვანაირი საფუძვი მოპყრობა ჭირდება. სხვანაირი ხისტი მოპყრობაც ჭირდება. ანუ მოჯარული მტერს. სიფათილი დაიწერან თქვენ დანებდით, რომ ცუდი რომ დგას და მე გამოდივარ და იმ ცუდთან არ მინდა გომაო. აი ისე მოიქცეთ უნდა იქ არა ვიდგეთ რომ იმ ცუდმა დღე ორჯერ სამჯერ 10 ჯერ უყენებინო 2000 ან გამოსწორება ისურვოს.
ყველაზე კარგი იქნება. ყველაზე საუკეთესოა. თუ არა და გაეცალოს იმ ადგილს და ხიდია, ხიდს მაგონებს მე, ხო, ჩვენი ცხოვრება. იქით ახლას ლექსად მოგახსენებთ ამას და ეს კიდევ ჩემი საყვირდელო. ჩვენ საქართველოს გამარჯვოს სიცოცხლე დათვლის სიმარტივეა უკუთვლით მალე იქნება ერთი ხიდს აქეთ თურმე სიმარტოვია ხიდს იქეთ იქნებ მარტოა ღმერთი ეს ხიდი ჩვენი ბედის არის სად არის ჩუმად მითხარით ახლა სადაც ვარ სისხლია ნისლია კაცრავად ნისლია ჩემი შიშის მხატვარი მაგრამ ამ ხიდზე მაინც გადავალ უფალთან ნისლას ღვთისშვილებო ეს ყოფილიყოს ჩვენი ცხოვრების გზა და ასე ვთქვათ ენციკლოპედიაც რომ მივიდეთ იქა მაგალითად მოდის ალბათ ეს აზრზე მოდი ხიდზე გადიო უარიკო მაგრამ მიიყვანა ადამიანი ამას რომ უნდა რომ იმ ხიდზე უნდა გავიდე აჭერაზე უნდა მოხვიდე და მე უნდა არა გავხსენი ახლა თავდესია მოდი თამარ ოდიში სამშობლოსა და ზემო ვიღაცა მომცა მე ციგნი მაინტერესებდა და ვიღაცა მომცა მე ტელეფონი ამანიში ვიცი სად არის ერევან პეტრიაშვილი ენოქი მობილური მომცა ხო მაგრამ ის მობილურიც დავკარგე იმიტომ რომ გუცელზე ეწერა და ვინ მომცა ისე დავკარგე და რომ კი ხოხელა ეხლა ვაზისის რომ დაიწყეს ესე ვიღაცასთან მამა ნიკოლოსთან მომცა ვიღაცა გამიზნულია ეს ვაზთან დაკავშირებით თავრობას რომ გამოაცხადა რომ ვას თუ ვერ გააშენებ მათი ნებართვის გარეშე მის ნებართვის დაიწყე აბა შეხება მოდი აბა თამარ ესენი კანონიერად აკეთებს ისი დაკანონებდა მაგას კაცი რომ ქართული და სცენარია ხო ფაქტურად ვაზი შენ მალე გაიპარები და როგორი ამაზე რომ ნებართვა მოკიდება გაფრთხილდა აბა სხვა შორის გადაცემაშიც მაგიტომ ხო ნუ სისულელია ჩემი ხო ვერ ჩააბარებო ვერ მათთან მათი ნებართვით უნდა გააშენო საფრანგეთში მაგალითად თამარ დაიწყე აბა გოჩვენი მოიცა კარგად ხილები ერთ წლამდე გოგო რა მაგარი რაღაცაა აბა როგორი ცა როგორ ვისურვე იცი აუ დააკარგია მეთქი ეს მეტა მეც მქონდეს თუ კი არ შეუყვეთ რა ვა დავისის იასნა ითხოვე და მოგეცემა გენეალოგიას ხო ვიკვრეთ ეს ჩემმა გოგომ დამკიდა ეხლა ზეც სიყვარული დაადო დაედო ვა თავარია რა იქნება შემდეგ თავარია რა იქნება შემდეგი დიდი მადლობა ყველას ვინც ეს საჩუქარი მომიყარეთ და მოიფიქრეთ ესეთი საოცარი გენიალური რაღაც აბა როგორ ყველამ ერთად ეს სამი კი ბატონო ყველას მოგიხარით ბოდიში კერდა მადლობა და გემშვიდობთ ეხლა მეგობრებო ძალიან გადატვირთული პარი ხა ძალიან ბევრი ინფორმაციები მოდის და მე სხვა დროს კიდე ჩაგერთვებით ეხლა უნდა ავიდეთ წმინდა გერგის ეკლესიაზე და სადაც როგორ კარგი საჩუქარი მომივიდა გაოცებული ვარ რომ ვინატრე და რომ მოვივიდა თავისი აი არ ვიცი ღმერთმა შეისმინა რატო